გამარჯობა, ვისალმებ მაყურებელს. თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს, ეს არის ამ წლის პირველი ეპიზოდი. გთხოვთ გამოიწვიოთ ეს ახალი ვიდეო და ლაიქოთ და ამ წლის ასე ვთქვათ, ახალ სეზონს ვიწყებთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმატებული იუთუბერით, ეს არის ანდრე კურტანიძე, რომელსაც აქვს ბევრმა იცის, რა თქმა უნდა, ანდრის შესახებ უკვე თუ YouTube-ზე დიდხანს ხარ, არსებობს ერთხელ მაინც არ შეგხვედროდეს მისი ვიდეო, პოლიტიკური მიმოხილვები. და მე ძალიან მომწონს შენი არხი, იმიტომ რომ ყოველთვის ვცდილობ, რა თქმა უნდა, ხა ადამიანი 100% ობიექტური ვერ იქნება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ შენს მაყურებელს დაანახო ფაქტები და ისტორია ისე მოუყვე, რომ მაყურებელმა თვითონ გამოიტანოს დასკვნა. და ამის მცდელობაც რო გაქვს და თან კარგად მომზადებული გაქვს ხოლმე ყოველთვის თემა და ძალიან მომწონს შენი არხი, ამიტომ ყოველთვის უყურებ ხოლმე და რაღაცა ცხელი თემა რო არის და შენი ვიდეო დაიდება, არ ბაცდენ ხოლმე უყურებ რა აუცილებლად და დიდი მადლობა რომ მოხვედი. ვიცი რომ არ გიყვარს მანდ მაინც სტუმრად სიარულიან სხვა YouTube არხზე და დღეს მიმოვიხილავთ რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება საქართველოში, კავკასიაში და მოკლედ რამბებია ჩვენს გარშემო რა. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მეც ძალიან მინდოდა მოსვლა, წინაზე არ გამოვიდა, მაგრამ ხო, ეგ არის რომ პოლიტიკურ მიმოხილვებთან ერთად ვცდილობ რომ გავაკეთო რაღაც შემეცნებითი ტიპის ვიდეოებიც, მაგრამ სამყაროში ზოგადად ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, როგორც ჩვენ ქვეყანაში, ისე საერთაშორისო დონეზე, რომ ძალიან პატარა პაუზა მაქვს ხოლმე რომ მოვასწრო, იცი როგორი თემის გაკეთება, მე რო მიხარია ისეთ თემაზე მუშაობა. შეიძლება არ იყოს ის ნახვადი და პოპულარული, მაგრამ ხო არის ზოგი ისეთ თემა, რომ შენ უფრო მოგწონს ამაზე მუშაობა. ხო და ისე სწრაფად იცვლება ყველაფერი, რომ აი ესეთ თემებს უკვე ვეღარ ვასწრებ. ამიტომ ხო, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლო დროს მით უმეტეს უფრო პოლიტიკური განხილვები არის კი. ხო, რომ ეს რა თემები არის, უფრო ვთქვათ, სხვა ქვეყნის პოლიტიკური მიმოხილვები, როცა გაქვს ხოლმე სხვა ქვეყანაში რა სიტუაცია არის, როგორ განვითარდა რაღაც უფრო ეგეთ კონტენტს გულისხმობ ალბათ, ხო? იცი რა არის, ანუ მე ზოგადად რამდენიმე ტიპის კონტენტი მაქვს. ერთი არის აი ეგ, რაც თქვი, რომ რაღაც რო ხდება, უცებ გავაკეთო. თუ თემა იძლევა იმის საშუალებას, რომ შემიძლია ერთ პატარა ვიდეოში მიმოვიხილო რამდენიმე თემა, მაშინ ვაკეთებ რა ხდება ტიპის გადაცემას, ასე ქვია, რა ხდება და შემდეგ თემას ჩამოვთვლი ხოლმე სათავეში. თუ თემა არის საკმაოდ დიდი, რომელიც არ ჩაეტევა ასეთ ფორმატში, მაშინ მიწევს თავიდან ბოლომდე ერთ კონკრეტულ თემას მივუძღვნა მთელი ვიდეო. იმიტომ რომ ვიცი, იმას სერიოზული მუშაობა დასჭირდება, ინფორმაციის მოძიება, გადამოწმება, გაანალიზება და ასე შემდეგ. და პლუს ამას ვცდილობ ხოლმე გავაკეთო არაპოლიტიკური თემებიც. მაგალითად ასეთი ბოლო რაც გავაკეთე იყო მუჰამედ ალიზე. აი მუჰამედ ალის საუკეთესო სპორტსმენებზეც ხო გაქვს კიდე ხარ. ხო, აი ეგ არის ბოლო. ხო და უბრალოდ ის არის რომ იმდენი რაღაც ხდება ამ ყველაფრის პარალელურად, რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებ ხოლმე ასეთ ვიდეოებზე მუშაობას. თუმცა ზოგჯერ არის ისეთ მომენტები, მეც რო გადავიღლები პოლიტიკისგან, მირჩევნია ესეთი რაღაცები გავაკეთო მუჰამედ ალის მსგავსი ვიდეო. ხო. ხო, სანაცვლოდ ცხელ ამბებს შევეხებით, პოლიტიკის მიმოხილვა ეს თემა ზოგადად როგორ მოხვედი თქვა, ან შენი პროფესიაც არის ესეთი თუ უბრალოდ რაღაცა ყოველთვის გაინტერესებდა და ესე ბუნებრივად მოხვედი ამ თემამდე. სხვათა შორის არ არის ეგრე, ანუ რაღაც პერიოდი ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკა საერთოდ არ იყო და არ მაინტერესებდა. უფრო სპორტით ვიყავი, ასე რომ ვთქვათ, შეპყრობილი, კრივი, შერეული საბრძოლო ხელოვნებები და მთელ დროს იმას უთმობდი. მე მუშაობდი ერთ-ერთ სამსახურში, ეს იყო მედია, ერთ-ერთი მედია საქართველოში და იქიდან უკვე რაღაცნაირად ალღვავღე პოლიტიკურ სიახლეებს და იმის შემდეგ შევყევი ამ თემას, უფრო გამიტაცა და გადავერთე მთლიანად ამაზე. ხო. და იუთუბერი როგორ გავხდი, ეგ ცოტა ცალკე ამბავია. ზოგადად როცა ჯერ კიდე ასე ვთქვათ, ბავშვი ვიყავი, უკვე მაგ პერიოდიდან რაღაცებს ვაკეთებდი ხოლმე YouTube-ზე. ჯერ იყო ავტოსფერო, მანქანების მიმოხილვა მქონდა. მე მგონი პირველი მე ვიყავ, ვინც მაგ სფეროს აკეთებდა. მაშინ ვიყავი სადღაც 17-18 წლის. ეს შენ არხზე იყო თუ სხვა არხი? არა, სხვა არხი მქონდა მე და ჩემ მეგობრებს. სადღაც 17-18 წლის ვიყავი მაშინ. მე მქონდა შემეცნებითი ვაკუუმი, ან ბევრი იქიდანაც მიცნობს და მე უკვე მოვედი ამ პოლიტიკურ კონტენტზე ასე რომ. ხო, იმიტომ რომ მე გამიშთა შტაბ-ჭდილება რომ რაღაც პოლიტიკური განათლებაც გაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ ჟურნალისტური გამოძიებას არ გავს ხოლმე შენი ვიდეოები რა, ანუ ასე ვთქვათ, კარგად გააზრებული და ხო, ამ შემთხვევაში გამიმართლა რა გაგებით, რომ გამოცდილება მივიღე მედიაში მუშაობის დროს და განათლება უშუალოდ ჩემი არის საჯარო მმართველობა და პოლიტიკა.
და ერთმანეთი დააბალანსეს. ანუ იქ მივიღე უფრო პრაქტიკული ცოდნა, იქ მივიღე უფრო თეორიული, ანუ უნივერსიტეტში მივიღე თეორიული, იქ უფრო პრაქტიკული. ხო, სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლე? გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში. ხო, მეც პოლიტიკური მეცნიერებები მაქვს დამთავრებული და რაღაცა ის ახლოს გავლა მეც მაქვს ამ თემებთან რა. მე აღარ გავხევი ამ პროფესიას, მაგრამ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდი და მე დაერქვა პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. კარგი, მე მგონი ბოლო წლეული თუ ბოლო მე მგონი 2000 წლის მერე ყველაზე ცხელ წელში შევდივართ, რაღაც ეგეთი განცდა მაქვს რა. შეიძლება მასეც ითქვას. პანდემია კი გასაგებია, მაგრამ პანდემია სხვა კუთხით იყო ესეთი გლობალური, მაგრამ პოლიტიკურად ცხელი მგონია რომ ეხლა რაღაცა პიკში შევდივართ რა. ხო, მეტი შეიძლება პანდემიაც კი მივაკუთვნოთ ამ პერიოდს, იმიტომ რომ პანდემიაც ისეთი იყო, რამაც გლობალური ცვლილებები გამოიწვია კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ აი 2022 წლის თებერვლიდან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამყარო შეიცვალა ძალიან ისე, რომ ხედავ ашკარად რომ რაღაცეები შეიცვალა. ის ფასეულობები, ის ღირებულებები ისეთი არ გამოდგა, როგორც გვჯეროდა. ხო, შეიცვალა ალბათ უფრო დავინახეთ რეალობა. ხო, ვიდრე შეიცვალა რა. ხო, ეს გვეგონა სხვანაირად. ჩვენ უფრო ვიგრძენით და უფრო სხვანაირად შევხედეთ. ხო. რომ საერთაშორისო სამართალი მაგათაც არ არსებობს თურმე. კი, საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. აი ბოლო ვიდეოც რაც გავაკეთე ვენესუელაზეც ერთ-ერთი მაგის ასე ვთქვათ რეაქცია ეგ იყო. და ერთი ქვეყნის პრეზიდენტმა მეორე ქვეყნის პრეზიდენტი დაიჭირა. მოიტაცა თავის ქვეყნიდან. ასეთი რაღაც Game of Thrones-ის სცენარივით არის და. ხო, აი წარმოუდგენელი იყო ახლა 5 წლის წინ მაგალითად ამაზე რომ გვესაუბრა, ვიფიქრებ რაღაც ფილმს განვიხილავთ. იმდენად შორს იყო რეალობიდან, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასეთებიც ხდება. პუტინსაც უნდა და უკრაინაში ეგ გააკეთა ტრამპმა დაახლოებით ეგრე გამოვიდა, ხო? ხო, მასე გამოვიდა. როგორც უნდა და ეგ აიკეთებინა. იმას არ გამოვიდა, ამას გამოვიდა, ეგ არის. ხო, ვენესუელაზე ბარემ გავგზავნე, ჩვენი ბოლო ვიდეო, მეც ახლა სამ ჩაწერეს წამოვიდოდი, უყურებდი, დღეს დაიდო ხო მე მგონი. გუშინ ღამე დავდე. ხო, ანუ რამდენიმე საათი ეწერა რა, დღეს არ იყო და რა ხდება რეალურად მადუროს თავს. რაღაც მე როგორი ეჭვი გამიშთა, რომ ისე მარტივად ჩაიარა ყველაფერმა. რომ აი ვენესუელაში შევიდა ამერიკა და მე როცა მადურო დაჭერილია, რომ ვიფიქრე რომ ხო ჩაბარდა მადურო თვითონ რაღაცა გარიგება, რაღაც თამაში ხო არ არის და რაღაც პირობებით ჩაბარდა, ანუ არ ვიცი ეს რომ იცი და არის, ანუ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მანამდე და ბოდიში და მიმოვიხილოთ ეს მადუროს ამბავი და ამერიკის ესეთი ვენესუელაში ესეთი შესვლა რას შეცვლის. ხო, აი ნახე სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მანამდე თუ გახსოვს როგორ იყო მოვლენები, რომ რაღაც პერიოდი გამწვავდა სიტუაცია ვენესუელას და ამერიკას შორის და მე თითქოს ისე ჩანდა, რომ აი მადუროს ცეკვები ეს ყველაფერზე ხუმრობა და ტრამპსო დაცინოდა. ხო, ის თავის მხრივ ცდილობდა ამორჩევლისთვის და უფრო მოსახლეობისთვის, ასე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება. ეჩვენებინა რომ ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მოხდება და მეორე მხრივ, ანუ ამერიკა რას აკეთებდა იმ პერიოდში, რომ ნარკოომი დაარქვა აფეთქებდა პატარ-პატარა კატერებს და ამბობდა რომ მე ვებრძვი ნარკოტერორისტებს. მაგრამ აი ვიდეოშიც ევთქვი რომ თავიდან ეს ყველაფერი ისე დაიწყო, რაღაც მომენტში ვფიქრობდით რომ შეჭრა შეიძლება არ მოხდეს. მაგრამ მეორე მხარე კიდე ის არის რომ ისეთი ძალების მობილიზაცია დაიწყო ამერიკამ, იქ ფლოტი, ავიაცია და ჯარების გადმოსროლა, რომ უკვე რაღაც ეჭვები არსებობდა, რომ ნუ თუ ვიხილავთ სამხედრო შეჭრას. მე სიმართლე გითხრა, უფრო მეგონა თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამდა ტრამპი, შეიძლება ეს ყოფილიყო სამხედრო შეჭრა. ანუ ასეთ სწრაფ ოპერაციას მართლა ვერ წარმოვიდგენდი. მადუროს რაც შეეხება, იყო აი გამწვავება როდესაც დაიწყო, უფრო დეკემბრისკენ მე თვითონ თანახმა იყო რომ ის რესურსები რაც ჰქონდათ, საუბარი არ არის მხოლოდ ნავთობზე, ოქროზეც მათ შორის. ნუ ამერიკულ მხარეს შეუთვალა რომ რაც გვაქვს ჩვენი წამყვანი კომპანიები, აი იმ რესურსების წამყვანილებს თქვენ გადმოგცემთო. იყო ასეთი საუბარიც, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ძალიან დაგვიანებული იყო მადუროსთვის უშუალოდ. მან რა არის კიდე რომ მარკო რუბიო ტრამპის ადმინისტრაციაში ისეთი ტიპი არის თვითონ რომ კუბური ფესვები აქვს, კუბელი მიგრანტების ოჯახში არის დაბადებული და თვითონ თავის ოცნება არის ზოგადად რომ კუბაზე დამხოს რეჟიმი. და სულ იმას ფიქრობდა რომ კუბაზე რეჟიმის დამხობა იმ შემთხვევაში შეიძლება ყველაზე სწრაფად თუ ვენესუელაში რაღაც მოხდებოდა. იმიტომ რომ ვენესუელა აწვდის ნავთობს კუბას და სანაცვლოდ კუბაც ეხმარება მაგალითად სპეცსამსახურები დაზვერვით, აი მადუროს დაცვაც კუბელებისგან იყო დაკომპლექტებული.
და ანუ მისი გეგმის მიხედვით წავიდა ეს ყველაფერი, ჯერ ვენესუელაში მოახდინა ეს მადუროს გატაცება და ახლა თითქოს ისე ჩანს, რომ კუბაზეც რაღაც უნდა მოხდეს. მაგალითად კუბის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ბოლომდე ბრძოლისთვის მზად ვართ. ნუ ასეთი განცხადებები უკვე იმის საფუძველს იძლევა, რომ ამერიკა კუბას სერიოზულად უყურებს. ვინ უფრო ძლიერი არის ალბათ ვენესუელა ალბათ ხო ვიდრე კუბა. გააჩნია კონკრეტულად რა სფეროებს შევადარებთ. აი ახლა სპეცსამსახურებით კუბა ჯობია. მაგრამ ჯარის მობილიზების რესურსი შეიძლება ვენესუელას უფრო დიდი ჰქონდეს. ნუ ასეა თუ ისეა, ვეღარ გავიგებთ მაგას, იმიტომ რომ ვენესუელაზე რაც უნდა მომხდარიყო, ამერიკისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი, ყველაზე უდანაკარგო 100% სიზუსტით გააკეთეს. რაღაცა ესე წყდება სოფლიო პოლიტიკაში ამბები, რომ რუბიოს გასაგებია მის სენტიმენტები და უცნებები, მაგრამ მარტო ამ ადამიანის ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ხო არ იქნებოდა ეს თუ ამერიკის ინტერესები არ კონკრეტულად იცი რა არის შეუძლია ერთ ადამიანმა ასეთი გავლენა მოახდინოს ხელქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე. ბევრ მიზეზთან და ბევრ გარემოებასთან ერთად ერთ-ერთი წამყვანი იყო რუბიო, იმიტომ რომ რუბიო ამ თემას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კურატორობდა. 2019 წლიდან რო დაიწყო, ჯერ ხო ახალგაზრდა როცა იყო, ნახემად კიდე არის, ანუ ფლორიდაში ცხოვრობენ კუბელები, 1.500.000 თუ 1.600.000, ძალიან დიდი დიასპორა. მე მგონი ყველაზე დიდი დიასპორა არის მსოფლიოში კუბის და კარიერას როცა იწყებდა, მთელი ეს თავის კარიერა დააშენა კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მათ შორის ხშირად ახსენებდა კუბის რეჟიმს. და რუბიო შეპყრობილი იყო ამ იდეებით, რომ აი ვენესუელა და კუბა არის რაღაც აუღებელი ციხესიმაგრე. მთელი თავის კარიერა ტრამპის პირველი ადმინისტრაციიდან მოყოლებული, დღემდე მისი ესე ჩაფიქრებული მიზანი იყო, რომ ვენესუელაზე მადურო უნდა გადაეტეხა, ასე რომ ვთქვათ. მადუროს მერე უწევს მისი გათვლებით კუბას. აი ეს რამდენად გამოვა, მაგაზე ვერ ვისაუბრებ. ეგეც თუ გამოვიდა, ხო, რაღაც ფილმს უეჭველი ხილავთ მარკო რუბიოზე. ტიპი ახალგაზრდობიდან რა იდეებითაც იყო შეპყრობილი, ბოლომდე მიაწვა იმას. თან რა არის? ხო, თან წახვიდეს სხვა ქვეყანაში და იქიდან აისრულა უცნობა რა ქვეყანაში ქონდა. ხო, ან ლათინური ამერიკის მიმართულებას ტრამპის ადმინისტრაციაში ვინც იყო, ანუ რუბიო იყო ერთ-ერთი მთავარი, მაგრამ წამყვან თანამდებობებზე ისეთი ტიპები არჩია, ვისაც ასევე ფესვები ჰქონდა კუბური. და ეს ყველა გაერთიანებული იყო იმ იდეით, რომ ხო, რაც რუბიოს უნდოდა, რომ კუბაზე შეცვალოს რეჟიმი, ის უნდათ მაგათაც. და ყველა ხისტი გამოდგა ბოლოს, ყველა ის მოქმედებდა, შეტევით პოზიციაში იყვნენ გადასულები და რუბიო, აი, რომ თქვი, რომ მადურო იხვეწებოდა, რომ მოდით და რაც გინდათ ის გააკეთეთ, უკვე გვიანი იყო, იმიტომ რომ რუბიოს ძალიან კაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მადურო კუთხეში ყავს გამოწყობილი და მოგუნდავდა. ვენესუელა და თქვათ ჩავთვალოთ, რომ კუბასაც იგივე ბედი ეწია. რაც შეცვლის ეს ამერიკისთვის? სოფლიო პოლიტიკის კონტექსტში რა უფრო გაძლიერდება, უფრო მეტი ძალა ექნება მის სიტყვას თუ მანდ ნახე კიდე რა მომენტი არის, რომ ანუ ახლა ტრამპის პოსტერით შეხვდებოდა, რომ დასავლეთ ნახევარსფერო არის ჩვენი ნახევარსფერო. არა, ეგ არ მინახავს. ხო, ეგეთი პოსტი დადო, რომ ნუ პირდაპირ თქვა, რომ ხო, ეს არის ჩვენი მოქმედების სფერო, ამის იქით უკვე ნაკლებად გვაინტერესებს, სად რა ხდება, ეს არის მთავარი ჩვენთვის. მაგრამ რა არის ახლა ნახევარსფეროში, რომ მარტო ამერიკა აღარ არის დიდი მოთამაშე, წამოიზარდნენ სხვაებიც, აი მან შორის ახლა ყველაზე თვალშისაცემი არის ჩინეთი. და ჩინეთის სტრატეგია არ არის ამერიკის ან რუსეთის მსგავს ხისტი არ არის, ჩინეთს უფრო სხვა გეგმები აქვს, ეკონომიკური ექსპანსია, როგორც ამას უწოდებთ და ჩინეთს ისი აქვს თავის ეკონომიკა აწყობილი ამ ლათინურ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან, რომ შეუძლებელია სრულად განდევნო ჩინეთი. ან მიწოდების ჯაჭვში ჩინეთი არის, პორტები, სხვადასხვა საბადოებში ყველგან არის ჩინეთი უკვე ისე შესული, რომ ვეღარ გააგდებ. ვეღარ გააგდებ, რა გაგებით? აი ნახე, ვენესუელაშიც ხო მოხდა ეს ამბავი და თითქოს მოაშორეს ის ადამიანი, ვინც ამ სისტემას იმორჩილებდა. მაგრამ არც სისტემა მოიშალა ეგ ერთი და მერე ის კონტრაქტები, რაც არსებობს ჩინეთთან დადებული, ეგეც ისე დარჩა. პირიქით ტრამპი ამბობს, რომ ჩვეულებრივად როგორც ჩინეთი მუშაობდა ვენესუელაში, ისევ გააგრძელებს. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ასე დომინაცია, როგორც ეს იყო მე-20 საუკუნეში, ან თუნდაც მე-19 საუკუნეში აღარ გამოვა მასე, იმიტომ რომ ეხლა თვითონ შეიცვალა სამყარო, ადრე მაგალითად თუ საკმარისი იყო, რომ აი სამხედრო ხისტი ძალით სადღაც შევარდები დაიპყრობდა ახლა ეგრე აღარ გამოდის, იმიტომ რომ ეკონომიკური ფაქტორიც არის და ტექნოლოგიური, სადაც ჩინეთი ისეთი მოთამაშე არის, რომ ვერაფერს ისეც ამ ეტაპზე ვერ გააკეთებ, რომ სრულად მოკვეთო. ანუ მე ის რომ ტრამპმა თქვა, რომ აი დასავლეთ ნახევარსფერო უნდა იყოს ჩვენი, ჩინეთი უკვე ისე არის ინტეგრირებული, რომ მე ასე მგონია, რომ ვერ იქნება ისე როგორც ტრამპს უნდა. ხო. და უშუალოდ აი მის კითხვა რას გამოიწვევს
ზოგადად ამერიკის შეერთებულ შტატებს და სამხრეთ ამერიკას მარტივი ურთიერთობა არ აქვს. სულ რევოლუციები არის, სულ რაღაც ერთმანეთში დაპირისპირება და ახლა მე ამას როგორ უყურებ, იცი რომ დანარჩენი ქვეყნები უფრო დისტანცირდებიან ამერიკისგან. აი მაგალითად შეიძლება ის იყოს კოლუმბია, შეიძლება ის იყოს ბრაზილია, მექსიკაც შეიძლება იყოს და რო დაინახეს რომ ამის გამკეთებელი არის ტრამპი, შეეცდებიან რომ პირიქით რაღაც მიმართულებებზე შეამცირონ ამერიკის დამოკიდებულება. აი მაგალითად ჯარში, ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ და აი ეპიზოდშიც იმას ვამბობდი რომ ახლა დაუშვათ იმ ქვეყნის მთავრობა რომელიც ფიქრობს რომ ვისთან ჯობია თანამშრომლობა რაღაც გრძელვადიან პროექტებზე ჩინეთთან თუ ამერიკასთან ანუ რუსეთს არ ვასახელებ შეგნებულად იმიტომ რომ რუსეთი ისე არ არის წარმოდგენილი როგორც ჩინეთი სამხრეთ ამერიკაში ძირითადად ეს ორი მოთამაშე არის ხო და ესენი ახლა იფიქრებენ რომ აი ასეთი ინციდენტი მოხდა და ჩინეთთან თანამშრომლობა უფრო მომგებიანი ხომ არ იქნება ჩვენთვის ვიდრე ამერიკასთან და ვფიქრობ რომ აი ასეთ ეჭვებს და კითხვის ნიშნებს აუცილებლად გააჩენს კონტინენტზე აუცილებლად. ხო. ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ცოტა ევროპისთვის აღარ ცალია ეხა თან არ ხელი ჩაიქნია ევროპაზე? მე მგონი მაგაზე ღია პასუხებიც აქვს თვითონ ტრამპს არაერთხელ უთქვამს რომ ამერიკას ახლა თავის პრობლემები აქვს ძირითადად შიდა დონეზე არის ეს პრობლემები მაგრამ ეგენი ამბობენ შიდა ეროვნულ უსაფრთხოებას უწოდებენ ამას მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების შეფუთვით შეუძლიათ აგერ ვენესუელას ჩაატანოს სპეცოპერაცია და ევროპას რაც შეეხება ისედაც გაციებული არის ტრამპისა და ევროპის ურთიერთობა და სხვათა შორის ამაში ტრამპს თავისი სიმართლე აქვს. იმიტომ რომ როცა ევროპის ქვეყნებს ეუბნება ნატოს გულისხმობა ამ შემთხვევაში რომ თქვენი ბიუჯეტი უნდა იყოს 5% მშპ-ს, ყველა არ ითვალისწინებს. და ეგ პრობლემა არის. ჯერ პირველი ვადიდან კი ითხოვდა მაგას. ხო და აქვს თავის სიმართლეც, რომ უნდა გაითვალისწინოს, ეს არის კოლექტიური უსაფრთხოება და ვიღაცამ სიტყვაზე 7% ჩადოს და ვიღაცამ 2 არ გამოდის. ანუ რაღაც სტანდარტი არსებობს, ამ სტანდარტს კაცრად უნდა მიყვნენ. და არ უნდათ თავის ბიუჯეტის ჩადება სამხედრო ბიუჯეტში. ამიტომ ხო ტრამპისაც მესმის, რომ რაღაცნაირად დისტანცირდა. ხო, მაგრამ ევროპაშიც ვერ ხედავ იმას, რომ თითქოს კი დაიწყოს ცალ-ცალკე ყველამ შეიარაღება და რაღაცა აზრზე მოსვლა. ესე თუ შეიძლება დავარქვათ, მაგრამ რაღაცა მაინც დიდი წინსვლა ვერ აქვთ, მე რასაც უყურებ რა. ხო, ვერ. თუნდაც რომ დამოუკიდებლად შეძლონ უკრაინის დაცვა და რაღაც თავისი საზღვრების დაცვა რუსეთისგან. კი, აი რა არის, იცი რომ ერთიანი ნება არ არსებობს ევროპის ქვეყნებში. და აი ერთ-ერთ ეპიზოდში ეგეც თქვი რომ რამდენადაც კარგი არის როცა დაუშვათ 27 ქვეყანა ხართ ერთ ორგანიზაციაში და ერთი საზრის გათვალისწინება უწევს ისეთ გიგანტებს როგორც არის გერმანია და საფრანგეთი ეგ იმდენად უკუშედეგსაც გაძლევს როცა რაღაც გადაწყვეტილება არის მისაღები და პირობითად უნგრეთი გეუბნება რომ მე არ ვარ თანახმა და შენც ვეღარ ეხმარები ისე როგორც საჭირო არის ხო და ეს ევროპა რომ არ გამოდგა ერთიანი ეს პირდაპირ ისახება ახლა უკრაინაზე თან კიდე რა ფაქტორი არის ჩემთვის იცი რომ რუსეთმა ევროპაში მოიყვანა ჩრდილოეთ კორეა ანუ პირდაპირ ჩართო მისი მებრძოლები კურსკის ოლქის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ ასე ამბობენ ოფიციალურად შეიძლება ახლა შეტევით ოპერაციებშიც არიან არ ვიცი მაგრამ რაც ვიცით ოფიციალურ დონეზე ის არის რომ კურსკის ოლქის გათავისუფლებაში ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა ხო და ევროპისთვის ესეც კი არ აღმოჩნდა რაღაც დამაფიქრებელი რომ რა უნდა ჩრდილოეთ კორეელს ჩვენს კონტინენტზე ხო ანუ უფრო ხისტი უნდა იყოს უფრო თამამი უნდა იყოს მაგრამ ყველა ის წითელი ხაზი რაც შეიძლება დარღვეულიყო ასეა თუ ისეა დარღვეული არის და ევროპა ჯერჯერობით არ მოქმედებს ისე როგორც კონტინენტის დამცველი უნდა იყოს მაგალითად გერმანია და საფრანგეთი ხო და დიდი ბრიტანეთი მაგრამ არ აქვს ის აი რა ისი ხისტე არ აქვს რაც უნდა კონდეთ იგივე აი ტაურუსები რომ ავიღოთ 2022 წლიდან მიმდინარეობს ეს ომი და ასეა თუ ის აი ამერიკა რომ ამბობს ეროვნული უსაფრთხოება და ამით მოქმედებს ხო იგივე გერმანიასაც შეუძლია ეგ თქვას ეროვნული უსაფრთხოება არის მაგალითად გერმანიის აეროდრომებზე რომ ეს გაურკვეველი დრონები გამოჩნდებიან პერიოდულად სხვა ქვეყნებშიც მაგრამ ესეც კი არ არის ჯერ საკმარისი იმისთვის რომ უფრო სერიოზული იარაღი მისცენ უკრაინას ხო და რა შენ ეს რა პროგნოზი არის რა ხო ესე პროგნოზი გაკეთება ძნელია, მაგრამ აი საით მიდის რა ხა ეს უკრაინის ომი და თითქოს რაღაცა მარტო დარჩნენ რუსეთი და ევროპა ერთმანეთის პირისპირ, რაღაცა ეგეთი შეგრძნება მაქვს.
ამ ეტაპზე შეიძლება რომ მასეც ვიფიქროთ, იმიტომ რომ დიპლომატიურ დონეზე ტრამპმა და პუტინმა მოახერხეს ერთმანეთში საერთო ენის გამოძებნა. რაღაც პროცესები რაც ახლა სამყაროში მიმდინარეობს, ჩვენ ვერ დავინახავთ. და შეიძლება რომ ზუსტად აი მაშინ ანკორიჯის შეხვედრა როცა შედგა ალასკაზე, რაღაც პროცესები რაც ახლა მიმდინარეობს, მაგას უკავშირდება. იქ შეიძლება რაღაცაზე შეთანხმდნენ. ეს არის ჩვენთვის უხილავი, ასე რომ ვთქვათ. და ხო მაგათმა მოახერხეს რომ რაღაცაზე შეთანხმდნენ, ეს ამას მიიღებს, ეს იმას მიიღებს და კი ისე ჩანს რომ ახლა ევროპა, უკრაინა და რუსეთი დარჩენ ერთმანეთის პირისპირ. ხო ეს რაღაც შეთანხმება რაც ვითომ მოქმედებს ახლა რაზეც მუშაობენ რეალური არის რაღაც მე მგონია რომ ტყუილად დროს ხარჯავენ მაგაზეც. აი მანდ ზუსტად ის არის რა გამოვიდა ჩვენთან. ეგოცი პუნქტი მიც როგორ იყო 20-მდე იყო სადღაც თუ 20 იყო. ხო ანუ 20 პუნქტიანი გეგმა იყო თუ მეც ზუსტად მახსოვს. ეგეთი რაღაც იყო რომ ჯერ ერთმა მხარემ წარადგინა, მერე მეორე მხარემ წარადგინა, მერე რაღაც შუამავალ ვერსიებზე შეჭერდნენ, ანუ ის ჯერ შეთანხმებაში არ შესულა. ეგ ნიშნავს წესით რომ თუ მაგ 20-ზე შეთანხმდებიან, თუ რამდენიც არის წესით უნდა მორჩეს საბრძოლო მოქმედებები, მაგრამ ამის პირი საერთოდ არ ჩანს. კი რაღაც დონეზე წაიწვნენ ხარები. შენ ვიდეოში მოვისმინე რომ ეხლა უპირატესობა რუსეთს აქვს სამწუთას ფრონტზე. ფრონტზე კი. ხო, მაგრამ რეალურად რაში გამოიხატება ეს? ანუ რაღაცა ნახე, ანუ ველზე რა სიტუაციაც არის, დიპლომატიაზე აისახება პირდაპირ. ვისაც აქვს უპირატესობა, ის კარნახობს უკვე მერე კაბინეტებში ასე რომ. ხო, მეტი კარტი აქვს ასე ვთქვათ. ხო, მეტი კარტი აქვს და ამ შემთხვევაში ის არის სამწუხარო რეალობა, რომ უპირატესობა ფრონტზე აქვს რუსეთს. ანუ წინ მიიწევს? კი, ნელა, მაგრამ მიიწევს. პერიოდულად თუ აი რუკას უყურებთ, დაუშვათ რაღაც ერთი თვე რო ნახავ რომ ისინი ხო ნელა მიდიან სინამდვილეში რუსები. მაგრამ ფაქტი არის რომ ერთი თვის მერე იგივეს თუ შეამოწმებ აშკარად წინ არიან წასულ. ყველა მიმართულებაზე ეს არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი მიმართულებაზე აი რაც გაცხადებული აქვს დონბასი, იქ მიდის აშკარად წინ. და ეგ არის თავარი რომ ნელა, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ამას ხო ხედავენ ამერიკაშიც, ამას ხედავენ უკრაინაშიც, ევროპაშიც და რა გინდა რომ გააკეთო. ხო. ის კარნახობს, ვინც ფლობს უპირატესობას ველზე. თორემ აი ახლა წარმოვიდგინე რომ ეგ უპირატესობა მაგალითად ქონოდა უკრაინას და არა რუსეთს. ბოლომდე გაწურავდნენ რუსეთს ამ 20 პუნქტს იქნებოდა უკრაინის სასარგებლოდ. ხო, ჩემი აზრით აი ახლა იმ 20 პუნქტში რაც არის დონბასის დათმობა, უკრაინისთვის ეგ სამარცხვინო არის. და პირიქით რომ ყოფილიყო, რუსეთს მოსთხოვდნენ მასეთ აბსურდულ რაღაცებს დათმობას, მაგრამ ასე არ არის. ხო, რეალურად იმ პუნქტებში ისეთი რაღაცები იყო, რომ იმაზე როგორ უნდა შეთანხმდა მე ვერ გავიგე. ანუ რუსეთი ეუბნება რომ წააგე, გადიხა აქედან და თქვი რომ წააგე და ეგ რანე შეთანხმება არის ვერ ხვდები. იცი რა არის დონბასი რაც არის დონეცკის ოლქი, მაგას ითხოვს რუსეთი რომ დაუთმონ ანუ რა გამოდის იცი რომ ბრძოლის გარეშე დათმე რაც დარჩა. იქ შეიძლება ბევრი არ დარჩა, მაგრამ არც იმდენი რომ ანუ ამ ტემპებით თუ გაგრძელდება ბრძოლა და არ იქნება მოლაპარაკება, რუსეთს იმ დარჩენილ ტერიტორიის აღება შეიძლება ერთ წელში ვერ მოასწროს, შეიძლება უფრო მეტიც დაშირდეს. ხო და ახლა ეუბნებიან რომ აი როგორც არის შენ უკან დაიხია და გადი, რაც უკრაინა თანახმა არ არის. ამ ბოლო დროს მაგალითად ასეთი რაღაც გაჟღერდა რომ შეიძლება რეფერენდუმი ჩატარდეს და იქიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება უნდა გავიდეთ თუ არ გავიდეთ იქიდან, მაგრამ აი ახლა დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე უკრაინა არ აპირებს იქიდან გასვლას. ანუ არ აპირებს გასვლას ბრძოლის გარეშე. ხო, მოკლედ ევროპაზეა რა მგონი დამოკიდებული ხა რამეს თუ მოახერხებენ რა. და მანდამეც ევროკავშირი თუ არა რაღაცა ცალკე მაინც ქნან იქნება ამ ძლიერმა ქვეყნებმა. ანუ წესით ეგრე უნდა იყოს წესით, მაგრამ აი ნახე, ამას ეს რა მიკურს იცი ბოდიში, ანუ ამას ყველა ამბობს რამდენიმე წელია მაგას ვლაპარაკობთ რა ევროპამ რაღაც უნდა ქნას და თვითონაც დარწმუნებული ვარ ესმით, მაგრამ აი დავიჯერო გერმანია და საფრანგეთი ეს უნგრეთი იტყვის არაო და ესეც ხეს ჩაიქნებენ ხოლმე და მე კიდე ერთი წლის მერე კიდე თხოვენ უნგრეთს და სლოვაკეთს და რაღაცას მოდი ხადავენ ხოლმე კიდე არა ანუ მართლა ამ რეჟიმში არიან დავიჯერო ხო ანუ რეგლამენტით ეგრე არის რომ როცა რამდენიმე წევრია ერთი წევრიც არის უარზე და მოხდეს იმის ბლოკადა ასე რომ იმ გადაწყვეტილების მაგრამ აი მეორე ის არის რომ თვითონ საქმეზე რომ იდგეს თვითონ გერმანია ან თვითონ საფრანგეთი რამდენად არის თანახმა თუნდაც იმ სამხედრო დახმარებაზე თუნდაც ტექნიკის გადაცემაზე მაგაზე მიფიქრია რომ აი მაგალითად როცა უნგრეთი ბლოკავს პირობითად ხო შეიძლება ეგ თვითონ გერმანიასაც აწყობს რომ ასე ხდება და დიდად არც იტკიებს თავს რაღაც დონეზე მაგასაც უშვებ იმიტომ რომ ფაქტი არის აი მაგალითად რომ ავიღოთ იგივე ტაურუსები ცოცხალი თავით არ აძლევს
შეიძლება სულ არ ჭირდება მაგალითად უნგრეთის ნებართვა გერმანიას, აი მაგალითად ტაურუსების გადაცემა არ ჭირდება ვიღაცას რომ დაიკითხოს, მაგრამ მაინც არ აძლევს. ამის ნება არ არის. და მეორე პრობლემა, რაზეც ვფიქრობ ხოლმე ხშირად არის ის, რომ თუნდაც გერმანიის და თუნდაც საფრანგეთის მოსახლეობა იმდენად შეჩვეული არის კომფორტში და უდარდენ უზრუნელ ცხოვრებას, რომ არც მოქმედ მთავრობებს არ უღირს დააკლოს ეს ფული რამე სოციალურ პროგრამას და ასე შემდეგ და იმათი უკმაყოფილება გამოიწვიოს, ვიდრე უკრაინას დაეხმაროს. აი ბოლო თუ გაგახსენდება კიდე სადაც გამოჩნდა რომ არ არიან ერთიანები, 2025 წლის ბოლოს შეიკრიბნენ იმის გამო რომ გადაეწყვიტათ გაყინული რუსული აქტივების ბედი და ვერ შეთანხმდნენ. და ერთ-ერთი ვინც უარზე იყო ბელგია იყო მაგალითად. და ბოლოს გადაწყვიტეს რომ თუ არ ვწდები 90 მილიარდი ისევ თავის ჯიმიდან გასცენ უკრაინისთვის. ხო. ხო ასეთ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებენ. და რეალურად რას ნიშნავს, ანუ უკრაინამ თუ წააგო, რუსეთმა გაიტანა თავისი. რეალურად საფრთხეს უკრაინა ფიქრობენ რომ მათთვის არ არის ძალიან დიდი ტრაგედია. ანუ ესე კი არ დგას რომ უბრალოდ ვერ შვებიან და თავი რა ვთქვათ, თვლიდნენ რომ არ არის მაგრამ ეს დიდი ტრაგედია ევროპისთვის და შეიძლება კი ეგ ვერსიაც არის რატომ რა მოუვა რეალურად ევროპას და უკრაინამ წააგო. იცი რა არის ახლა შეიძლება ევროპაში ასეთ რაღაცას ფიქრობენ რომ შეიძლება ანუ უკრაინა თუ წააგებს აი პირობითად ასე ვთქვათ თუ წააგო მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ წაგებაში რას გულისხმობთ აი მაგალითად თუ ზუსტად ისე მორჩა როგორც იმ 20 პუნქტიან გეგმაში ეწერა უკრაინის არმია მცირდება 800,000-მდე ან 600,000-მდე და დანარჩენი ოლქები რაც აქვს რუსეთს ოკუპირებული რჩება ზუსტად ისე ანუ იყინება ეგ იმას არ ნიშნავს რომ აი ევროპის თვალით რომ შევხედოთ რა აღიარებას არ არის ხო და იურეთ რო აღიაროს იმ ფაქტში არის ყირიმი და ყირიმი იყო ხო ყირიმი არის კი და აი ევროპის თვალით რომ შევხედოთ ახლა მაინც ჯერ ეს ფრონტი ძალიან შორს არის ევროპისგან ასეც რომ მორჩეს როგორც რუსეთი ითხოვს ასეც რომ მორჩეს მაინც შორია მთელი უკრაინა არის მთელი არა მაგრამ მეხუთედი მაინც ხო არის დარჩენილი და შესაბამისად ფიქრობენ რომ ხო შეიძლება რუსეთი ამ ომში დასუსტდა ეკონომიკურად ეგ კიდე საკითხავია სამხედრო კუთხით დასუსტდა თუ არ დასუსტდა რაღაცეებში საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს რაც ამ ომმა აჩვენა და მე დაფიქრდნენ რაღაცის მოდერნიზაცია გააკეთეს რაღაც მიდგომები შეცვალეს იმ მიმართულებით გაძლიერდა მაგალითად რუსეთი თუმცა რჩება მეორე მხარე რომ წარმოიდგინე აი მეორე მსოფლიო ომი უფრო მალე მორჩა, ვიდრე გრძელდება ახლა რუსეთ-უკრაინის ომი. ეს ძალიან დიდ რესურსებზე არის საუბარი და ევროპა შეიძლება იმითაც არის დაკმაყოფილებული, რომ უბრალოდ აქ რუსეთი შედარებით შესუსტდა ეკონომიკურად და რაღაც პერიოდ დაუშვათ 10 წელი ვთქვათ, ხო? აღარ ეკნება მეორე მსოფლიო ომი უფრო მალე მორჩა 19-დან 45-მდე არის, ხო? აი წინაზე შემხვდა BBC-ს ედო რომ 1000 რაღაც დღე მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი და ქვევით ეწერა რომ ამ პერიოდში ზუსტად დასრულდა მეორე მსოფლიო ომიც. ანუ უკვე იმას დიდხანს მიმდინარეობს ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომი. ხო. ხო, მე 39-45 მახსოვს, მაგრამ ხო, იქაც ხო ზოგი რანა 10 ალბათ ჯამში გულისხმობ მე რა, მოგეთ როგორც არის. ხო, ნუ თუ მეტი არ არის, მაგდენი დაახლოებით მაინც არის რა. ხო და შეიძლება ევროპა იმითაც თანახმარი, იმაზეც თანახმარი რომ აი დასუსტდა რუსეთი და 1-10 წელი ნახდად აღარ ექნება იმის სურვილი და შესაძლებლობა რომ ახალი ომი წამოიწყოს. ხო, იმაზეც არის ხოლმე საუბარი, რომ აი უკრაინაში თუ გაიმარჯვა, შემდეგ სამიზნე რაღაც ან პოლონეთი იქნება, რაღაც მეეჭვება მე. მეც მეეჭვება, ხო. კიდე ერთი ეგეთი ომი წამოიწყოს თავიდან. ხო, აი მე ასე მგონია რომ უკრაინა და ბელარუსი არის რუსეთისთვის წითელი ხაზი. იქ არავის არ შეუშვებს. და აჩვენა კიდეც რომ ასეთ ტრაგედიაზე წამსვლელი არის, მაგრამ თავის მიზანს მაინც მიაღწევს. ხო. არის ხომ კიდე ასეთი არგუმენტი, რომ თქვათ რეალურად რო იქ ნატოს ეშინოდეს რუსეთს და ეს იყოს მიზეზი, მაშინ აქედან ფინეთიდან ამხელაზე გაიზარდა ნატოსთან საზღვარი და საერთოდ რეაქციაც არ აქვს თითქმის მაგაზე და ხანდახან რაღაც კომენტარს გააკეთებენ ხოლმე და მეც მაფიქრებს ეგ რომ ანუ ჩემთვის მაგის მაჩვენებელია რომ რეალურად იქ რაღაც ნატოს გაფართოება არის მთავარი მიზეზი რისიც ვითომ ეშინიათ უბრალოდ მგონია საბაბად იყენებენ ამას რა ხო რა თქმა უნდა შეიძლება რაღაც არ სამხედრო თვალსაზრისით იქიდან არ არის საფრთხე და ეს უფრო არის ეგ არ ვიცი ანუ არის აი გაცხადებული ზონები გავლენის ზონები როგორიც ამერიკისთვის არის
დაუშვათ ლათინური ამერიკა, მექსიკა და ასე შემდეგ, თუნდაც წყნარ ოკეანეში, ზუსტად იგივენაირად არის რუსეთისთვისაც. რო აი ფიქრობს, რომ ეს არის რუსეთის გავლენის ზონა და იქ არ უშვებს სხვა ძალის დომინაციას. ანუ სხვა ძალის შეღწევა სხვა არის, სხვა ძალის დომინაცია სხვა არის და აი უკრაინა და ბელარუსი რუსეთისთვის მიუღებელი არის. ხო. ისე ამ ომის დაწყებამ თქვა საერთაშორისო წესრიგზე რაც დაგვენახა, კიდე დამანახა მე რომ ძალიან ცოტა რამე ვიცი ზოგადად პოლიტიკაზე ადამიანებმა. რამდენი ექსპერტი გამოდიოდა და საერთოდ თითქმის არაფერი არ გამართლდა, რასაც უსმენდი. 2002-2003 წლებში ასაც 2023 წლებში ასაც იძახდნენ. გინდა რუსეთის ეკონომიკის ექსპერტები რუსეთის ეკონომიკაზე ან ევროპის ეკონომიკაზე ან ამ ომზე არაფერი არ მართლდება. მე მგონი არც ერთი პროგნოზი არ გამართლდა, ხო? ძალიან რთულია ზოგადად პროგნოზების გაკეთება და ნახე აი ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო რთულია, რატომ? იმიტომ რომ ჩვენთვის ქართველებისთვის რუსეთი არის მტერი, ოკუპანტი და ყოველთვის ემოციები იმარჯვებს რუსეთთან დაკავშირებით, ვიდრე რაღაც ცივი გონება. იმიტომ აი ომი როცა დაიწყო, შენც გემახსოვრება, სულ ვრცელდებოდა ჩვენ სოციალურ ქსელებში ისეთი კადრები, სადაც უკრაინელები ხოცავდნენ რუსებს. შეიძლება 1 წელი ან წელიწად ნახევარი პირიქით არასდროს არ ვრცელდებოდა. ყოველ შემთხვევაში მე არ ხვდებოდა და ჩემს ირგვლივ ბევრი ვიცი რომ ასე იყო, ამ სახად მხოლოდ ერთ მხარეს ხედავდა. ეგ განპირობებული არის იმით, რომ პირველ რიგში ჩვენ გვიხარია ის რომ რაღაც მტერი სადღაც ფეხს მტხვირს წაიმტრევს, ხო? წაბორძიგდება და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგჯერ ეგ გვიშლის რეალობის დანახვას. ამ შემთხვევაში აი მე ვფიქრობ რომ პირველ რიგში ყოველთვის ეგ იყო რომ აი იქ რუსეთი თავიდან თან რუსეთ-უკრაინის ომი როცა დაიწყო რუსეთს უჭირდა ზინამდვილეში ახლა უფრო ბევრად უკეთესი სიტუაცია აქვს რაღაც მიმართულებებზე ვიდრე თავიდან ამიტომ ხო ესეც მესმის რომ აი ვიღაცები მართლა ფიქრობდნენ რომ შეიძლება მართლა დამარცხდნენ ხო ნუ ის კადრები ეს რუსული კოლონა გაჭედილები რო იდგა და ზუსტად ხო ბაირაქტარებით ხო ბაირაქტარებით რომ უგეს პირველი ტალღა პირველი რეაქცია ზოგადად არის რომ გიხარია რომ ხედავ მტერს ასე მდგომარეობაში და მეორე არის უკვე რეალობის გაანალიზება და აი ამ ნაწილში ცოტა რაღაც პერიოდი ხო ემოციები ჭარბობდა და პროგნოზების გაკეთებას რაც შეეხება ზუსტად მაქედან გამომდინარე ჩემი აზრით ვიღაცებს რომ ესაუბრათ რომ არ წავიდოდა ისე საქმე როგორც ერთი შეხედვით ჩანს და რუსეთი ადრე თქვენ მოიპოვებდა უპირატესობას რაღაც იარლიყებს მიაწებებდნენ ასე რომ ვთქვათ და ჩემ შემთხვევაშიც მე ჩემ პირად გამოცდილებას გეტყვი ახლა კურსკის ოლქში როცა შეიჭრა უკრაინა და საკმაოდ დიდი ტერიტორია აიღო, მაშინ ვიდეო რო გავაკეთე, ასეთი რაღაც თქვი რომ ჩემი აზრით დიდი ხნით ვერ შეძლებენ ამ დაკავებულ ტერიტორიის შენარჩუნებას. და იქ ყვებოდი ჩემი აზრით რაც იყო რაციონალური ის არგუმენტები მომყავდა რატომ ასე არ მოხდებოდა რუსეთუმე ხო არ გეძახეს ხო რატომ არ გეძახეს ხო მაგეთ მიმყავდა საუბარი რომ რუსეთუმე მეძახეს და ხო ანუ პირველს რაც ვფიქრობენ არის ის რომ შენ გიხარია მაგალითად რაღაც იქ რუსეთის წარმატება რაც სისულელე არის პირდაპირ რომ ვთქვათ მაგრამ მე არ მინდა რომ აი ჩემმა აუდიტორიამ ჩემმა ემოციებმა გადაჭარბოს რაღაც ჩემი ხედვა ხო და ამიტომ მაგაზეც თანახმაო რომ აი მიძახო რაც უნდათ მაგას ისედაც შეჩვეული ვარ ხან მეძახიან რომ პრორუსი ხარო ხან ის ხანეს და მაგას ისედაც შეჩვეული ვარ ასე თუ ისე და მე მიჩვენია მართლა ეგ დამიძახონ მაგრამ ის თქვა რასაც ვფიქრობ და თავისუფალი ვიყო ვიდრე რომ აი როგორც ხდება ხოლმე ეგრეთ წოდებული ბაბლის წყობაში რომ მოექცევა ადამიანი რა მიჩვენია მართლა ეგრე მეძახონ მაგრამ ხო აი თავიდან რო გავაკეთე შესავალი შენი არხი დავხასიათე ზუსტად ეგ არის და მაგას ვატყობ შენ არხს რომ აი არ ექცევი რაღაცა ან ერთ ნარატივში ან მეორეში და რაღაცა თვლი რო სხვანაირად არის ბევრჯერ გითხოვს გაბატონებული აზრის საწინააღმდეგოდ რა მაგალითად მთავრობის კრიტიკაც მომისმენია შენ არხზე და რაღაც სწორად გავუკეთებიათ ისიც გითხოვს რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო რა და ზუსტად ეს არის რაც დღეს ყველაზე ძალიან გვაკლია რა ქართულ პოლიტიკურ კულტურაში და მედიაში და ამ საკითხზეც მინდა შენ დასაუბრე ალბათ ამაზე უფრო მეტად მინდოდა მაგრამ ნუ მოდი ეს მიმოხილვა დავასრულოთ ორი საკითხია კიდე ნუ ერთი გრენლანდია რომელსაც ტრამპი ხშირად ახსენებს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება ეს მაგრამ არ ვიცი ეხლა რაც ქნა ერთ რაც მოხდა მის მერე როგორ შეიძლება ხვალ გავიღვიძოთ და ამერიკული ჯარები გრენლანდიას უტევდნენ აი არ შეიძლება ეგეც მოხდეს რა რატო უნდა ეს ძალიან გრენლანდია
ხო აი ჯერ ეგ რომ რაღაც სავაჭროდ იყენებს და იმისთვის პონტისთვის თუ მე ამგონია რომ რაღაც სავაჭროდ თავიდან აი სულ პირველად როცა ესე იგი ტრამპის 2025 წლის იანვარში შევიდა ოფიციალურად მისი ასე ვთქვათ ვადა საპრეზიდენტო ხო მაშინ ამბობდა რომ სავაჭროდ იყენებდა თითქოს და ერთგვარი წნეხი იყო ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ერთგვარი წნეხი იყო რომ დანიასაც სერიოზულად ჩაედო თავის ფინანსები როგორც გრენლანდიის ასე ვთქვათ გამაგრებისთვის ისე ნატოს ზოგადი ეკონომიკისთვის ხო ის 5% რაც არის თავიდან ეგრე იყო მაგრამ მე ანუ ახლა ბოლო განცხადებებს თუ გადავხედავთ ჩემი აზრით არ ხუმრობს სულ უფრო ყოველ დღე უფრო რაღაც სერიოზულს ამბობს გრენლანდიასთან დაკავშირებით. და დღეს რომ მოვდიოდი, უცებ შემხდა რაღაც მაგის ტრამპის პატარა დიალოგი იყო, სულ ორი ძაღლი იცავსო, აი რაღაც ასე თქვა, გრენლანდიას, ხო? და მალეო თუ ამერიკის არ აღმოჩნდებაო გრენლანდიაო, ან ჩინეთი დაეპატრონება, ან რუსეთიო. რეალურად ტრამპის სიტყვებში ლოგიკა არის და აი გეტყვი რას გულისხმობ, ნახე ამ ამბებამდე ჩინეთს ჰქონდა მცდელობა გრენლანდიაზე არსებული მინერალები და იქ არის ასევე ძველი ბაზა სამყარო გამოესყიდა მაგრამ არ მისცეს ჩინელებს ხო და ტრამპი ფიქრობს რომ იმისათვის რომ რეგიონალური უსაფრთხოება ანუ ეროვნული უსაფრთხოება როგორც თვითონ ყველაფერს ეძახიან ამერიკის ეროვნული უსაფრთხოება იყოს განმტკიცებული ამისთვის სჭირდებათ გრენლანდია და მეორე კიდე ის არის რომ ზოგადად არქტიკაზე მიმდინარეობს ბრძოლა ამაზე ერთი ეპიზოდიც ჰქონდა გაკეთებული და ეს ბრძოლა იმდენად შედის გადამწყვეტ ფაზაში და სხვათა შორის აი ალასკაზე როცა შეხვდნენ იქაც ერთ-ერთი თემა განხილვის იყო არქტიკა და გრენლანდიას აქვს იდეალური განლაგება მდებარეობა რომ აკონტროლოს ნებისმიერი საზღვაო ტრაფიკი რომელიც ჩრდილოეთით არის ხო ამიტომ როცა ამბობს ტრამპი რომ გრენლანდიას აქვს სტრატეგიული დანიშნულება მართალი არის და იმაშიც მართალი არის რომ ამერიკას თუ დომინაცია უნდა მაშინ უნდა გრენლანდიას ფლობდეს ხო და კიდე რა არის მან იცი ერთი საინტერესო ამბავი არის რომ 50-იანებში იყო რაღაც მიმდინარეობა ასე ვთქვათ ტექნოკრატების მაშინდელის და ისინი ამბობდნენ რომ ჯერ როგორი იდეოლოგია ჰქონდათ რომ ამერიკის ხელისუფლებაში უნდა იყვნენ ტექნოკრატები ინჟინრები და ასე შემდეგ არ უნდა ცხოვრობდეს იქ გაჭირვებული ყველა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ და მათ ხედვაში ერთ-ერთი მთავარი რაც იყო რომ კანადაც და გრენლანდიაც ისინი მოიაზრებდნენ რომ შედიოდა შტატების ტერიტორიაში, განა გავლენის სფეროში, უშუალოდ ტერიტორიაში. ერთ-ერთი ამ მიმდინარეობის სულისჩამდგმელი ვინც იყო ილონ მასკის ბაბუა. და ეს იდეები რეალურად ანუ არც ის ან ტრამპის მოგონილი არ არის სინამდვილეში. ბევრად ადრე განიხილებოდა თუნდაც გრენლანდია და თუნდაც ის, რასაც ახლა აკეთებს ტრამპი. ხო. კაი, კავკასიაშია კიდე ისტორიული ცვლილებები და ძრები და ეს თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგება დავარქვათ და თურქეთის ინტერესების ზრდა და კავკასიაში რა ხდება? კავკასიაზეც გქონდა რამდენიმე ვიდეო. ხო, კავკასიაზეც ვიდეოთი წინ. იმიტომ რომ კავკასია ამ ბოლო პერიოდში კიდე უფრო საინტერესო გახდა გარე ძალებისთვის ასე ვთქვათ. და რატომ პირველი დიდი მოვლენა რაც მოხდა ეს იყო რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა ტერიტორიები და განამარტო მოუგო სომხეთს, ანუ ეს ჩემი აზრი არის, განამარტო მოუგო არამედ რაღაც დამორჩილებისკენაც წაიყვანა, რაც უნდა, რა პოლიტიკის გატარებაც უნდა ალიევს რეგიონში, ამას სომხეთი ვეღარ ეწინააღმდეგება. და მერე ის არის რომ გარდა იმისა რომ ეს ორი მხარე დალაგდა, ანუ იცი რა არის დალაგებაც და აი უფრო უხეშად და პირდაპირ რომ ვთქვათ, ისე ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში, როგორც უნდა აზერბაიჯანს. ხო, თავისას მაინც მიაღწევს ასეა თუ ისეა კონსტიტუციის შეცვლიდან დაწყებული, რაც უნდათ რომ ამოიღონ სომხეთის კონსტიტუციიდან, მაინც გააკეთებს ჩემი აზრით ალიევი. და მერე აზერბაიჯანი არის თურქეთის მოკავშირეზე მეტია. და ნებისმიერი წარმატება რეგიონში, რასაც მოიტანს აზერბაიჯანი, ირიბად თუ პირდაპირად უკავშირდება უკვე თურქეთის წარმატებასაც. სანამ რუსეთი უკრაინაში, ასე ვთქვათ, უგზაობს და გაჭედილი არის, სარგებლობენ სხვა ძალები ამით. და ეს ლოგიკურიც არის. ხო, მოაკლა ყურადღება. ხო, პოლიტიკა არის ეს, რა, ვიღაც დასუსტება, ვიღაც გაძლიერდება იმ კონკრეტულ გავლენის სფეროში. და აი მაგალითად თურქეთმა თავის ძალები მოიყვანა სირიაში.
თურქეთის გავლენის ხალხი არის ახლა სირიაში, რომლებიც აქტიურად ცდილობენ რომ დაახლოვდნენ დასავლეთთანაც, მაგრამ არც რუსეთთან გაწყვიტონ ხიდები, თავიდან ხომ იყო ისე რომ თითქოს აი რუსეთი სრულად განიდევნა. ძალიან შემცირდა რუსეთის გავლენა სირიაში, ძალიან თურქეთის სასარგებლოდ. მაგრამ სრულად არ წასულა. და ახლა არის იგივე სიტუაცია კავკასიაშიც. აქაც სამხრეთ კავკასიაში უფრო ძალიან შემცირდა რუსული გავლენები, მაგრამ სრულად არ წავიდა, იმიტომ რომ სომხეთში აქვს საკმაოდ დიდი სამხედრო ბაზა. კავკასიაში ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა აქვს საერთოდ რუსეთს. და რის თქმა მინდოდა იცი რომ თურქეთი ამ ყველაფრით სარგებლობს, თავის გავლენებს აფართოვებს და არა მხოლოდ კავკასიაზე, ზოგადად ცენტრალურ აზიაშიც თურქეთი საკმაოდ მოძლიერებული არის. როცა ეს პოზიციები თავის დროზე რუსეთს ჰქონდა, მაგრამ 2022 წლიდან, რაც რუსეთი გადაერთო სრულად უკრაინაზე, თურქეთმა ისარგებლა ამ მომენტით და საკმაოდ წარმატებულად აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. და აქ ჩვენთან ანუ უკვირთ ხოლმე, რომ აი ასე რატო ხდება და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკა არის. თურქეთი რო დასუსტებულიყო, მაგალითად, რუსეთი ისარგებლებდა ამით და პირიქით, რუსეთი დასუსტდა, თურქეთი სარგებლობს. ხო. შესაბამისად კავკასია ჩვენთვის ნამდვილად ხელსაყრელია ეს რა. მე რაღაც თავიდანვე რაღაც ის მგონია პოზიტიური ამბავი, რომ რაც ნაკლები კონფლიქტი იქნება და რაღაცას შეთანხმდებიან. კი, იქ არის საუბარი, რაღაც ჩვენ მოგვაკლდება ისე ვთქვათ მნიშვნელობა. აი მაგის საშიშროებაც. კი, მაგის საშიშროება არის, იმიტომ რომ თუ სომხეთი და აზერბაიჯანი აამუშავებენ იმ ტრამპის მარშრუტს, როგორც უწოდებენ, მაშინ კი ჩვენი მარშრუტი ცოტა ჭრილის ქვეშ აღმოჩნდება. მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში მაგაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული, რომ ის თუ ჩვენი მარშრუტი არ აღმოჩნდება დომინანტი ამ ორ მარშრუტს შორის, ჯერჯერობით აი ისე პირდაპირ სიმართლე რომ ვთქვათ, სომხურ-აზერბაიჯანული მარშრუტი ძალიან შორს არის ამუშავების. ჯერ მინიმუმ 5 წელი ალბათ მაინც მაგ მარშრუტის სრულად გამართვას დასჭირდება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამუშავდება და ჩვენ ჩაგვაჩოჩებს, ეს პირველ რიგში იქნება ჩვენი ბრალი. ჩვენი ამ შემთხვევაში უკვე მთავრობის ბრალი. იმიტომ რომ არ გასწორდა ის ინფრასტრუქტურა, რაც უნდა ყოფილიყო, ზოგადად ჩვენ რაზე გვედავებიან იცი რომ არ გვივარგა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომლის განახლება მიმდინარეობს, მაგრამ ისეთ ტემპით არა, როგორც საჭირო არის და მაღალი გამტარი არ არის ჩვენი მარშრუტი. და მეორე არ არის ის ღრმაწყვოვანი პორტი. ხო და ეს ორი რო დავფიქრდეთ, ვისი პასუხისგებლობა გამოვა. ჩვენი, ხო? ხო. სხვას აქ ვერავის ვერ დააბრალე. ხო და სომხეთისა და აზერბაიჯანის მარშრუტი შეიძლება უფრო მოკლე იყოს ვიდრე ჩვენი თან. ამიტომ კი იმათაც თავისი უპირატესობები ექნება. სომხეთს და აზერბაიჯანს თავისი უპირატესობა ექნება კი, მაგრამ ჯერ საუბარი იმაზე, რომელი მარშრუტი იქნება მთავარი, ძალიან ადრე არის. ხო. იმის ამუშავებას თავის დრო უნდა კიდე იქ ცალკე ფორმალობები არის მოსაგვარებელი და ასე შემდეგ. ანუ მოდი ასე ვთქვათ, რომ რაღაც პერიოდი ეგ ცოტა არაპროგნოზირებადი თემა იქნება. ხო, ჩვენ ქვეყნის შიგნით რო შემოვბრუნდეთ. მე დიდი ხანი უკვე ესეთი ის აქვს დამოკიდებულება, რომ რაღაც ძალიან დიდი ხანი გავიდა უკვე ისე რომ ფერი არ იცვლება. და სულ არის ხოლმე ყოველ წელს რომ აი სასჩვენები მოვა და ეხა ოპოზიციას ეიზავს და ეხა მოვა და აი მთავრობა ჩამოიშლება და რაღაცები. არაფერი არ იცვლება მგონია, იმიტომ რომ არ იცვლება ჩვენი პოლიტიკური კულტურა. თითქოს 15 წლის წინ როგორებიც ვიყავით და როგორც ვაზროვნებთ, ეხაც იგივე არის. შენი არხი 10,000 ნახვა აქვს ყველა შენი ვიდეო 70,000 გამომწერი ყავს შენს ახსენე როგორი რეაქციები არის ხოლმე შენ ვიდეოზე და აი ამდენი ხანია აკვირდები ხალხის რეაქციას. რა არის ჩვენ პოლიტიკური კულტურის თავი პრობლემა შენი აზრით? ასე ერთი რო გამიჭირდება, იმიტომ რომ ეს ფიქრობ რომ უფრო კომპლექსური, ანუ რამდენიმე მიზეზი არის. და შეგვიძლია იმათ გარშემო ვიტრიალოთ. ნუ ერთ-ერთი ყველაზე რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდები, მეც და დარწმუნებული ვარ შენც არის ის, რომ აი ადამიანების ნაწილი, რასაც მიიჩნევს თავის აზრს, იმის იქით არაფერი არ ესმის და ეს ისე აქვს დაყოფილი, რომ შენ თუ მის საპირისპიროს ამბობ, შენ ხარ მისი მტერი. შეიძლება უშუალოდ მისი მტერი არ ხარ, მაგრამ რომელიღაც ძალას აუცილებლად მიგაკერებს. და ეს ჯანსაღ საუბარს ძალიან ართულებს. აი წარმოიდგინე ასეთი რაღაც, შენ ფიქრობ რომ შენ სიმართლეში ხარ 100%-ით დარწმუნებული, მე ვფიქრობ რომ ჩემსაში ვარ დარწმუნებული და როცა ვერ თანხმდებით რაღაც ვერ ვეძებთ, ხო, ისეთ საერთოს.
მე ბოლოს გიწოდებ შენ ტერს და შენც იგივენაირად ტერს. ეს ბარიერი, რომელიც აღმართული არის როგორც შენ თქვი უკვე წლები, ეს არის იქიდან გამომდინარე, რომ ამაში თავის როლი ითამაშა მედიამაც, ამაში თავის როლი ითამაშეს პოლიტიკოსებმაც და ამაში ჩვენი როლი ვითამაშეთ ჩვენც უკვე საზოგადოებამ. და ეს დაბალი პოლიტიკური კულტურა მე ყოველთვის ვამბობ იმას, რომ დაბალი პოლიტიკური კულტურა გამომდინარეობს არა საზოგადოებიდან, არამედ პოლიტიკოსებიდან. ანუ ისინი ქმნიან მაინც ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკურ ველს, ასე რომ ვთქვა და შესაბამისად ჩვენც გვიწევს რომ მოვერგოთ. ამიტომ აი პირველი ყველაზე სერიოზული რაც არის, ის არის რომ ერთმანეთის აზრის გაგება არ შეგვიძლია. მასაზე მაქვს ახლა საუბარი, თორემ ვიწრო წრე რაღაცას ყოველთვის გამოძებნის ადამიანების ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა აზრზე იყვნენ, ისინი მაინც გამოძებდნენ, მაგრამ აი თლიან მასას რაც შეეხება, იქ უკვე სერიოზულად რთული არის საუბარი და წელან შენ თქვი რომ რაღაცნაირად აბალანსებო, რომ ორივე მხარეს როგორც უნდა ითქვას, ხო ვცდილობ რომ ეგრე იყოს, მაგრამ მეც სიმართლე გითხრა, ეგ უპირატესობა რა მომცა, იცი, ტელეგრამმა. იმიტომ რომ ტელეგრამზე რომ არხი მაქვს გაკეთებული, ტელეგრამი YouTube-თან შედარებით უფრო სწრაფია. ხო, არ ვიცი, ტელეგრამს არ ხმარობ და ხო, ის უფრო სწრაფია, რაღაც მოხდება, დავპოსტავ და შესაბამისად იქ ბევრი სხვა პარტიის ამორჩეველი იყრის თავს. თავიდან იყო ძალიან რთული, პირდაპირ გეტყვი, ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ მაიგ რაც არის აზრის მიმღებლობა რო არ არსებობს, ერთმანეთს აყენებდნენ შეურაცხყოფას. მაგრამ მერე გაიფილტრა ეს საზოგადოება და დარჩა მხოლოდ ისეთები გვერდდებიან ამიერი და მეც გავამკაცრე წესებ თავიდან საერთოდ თქვი რომ როგორც გინდათ ისე მოიქეცით, მაგრამ ისე წავიდა ერთ მომენტში სიტუაცია ხო რომ შეუძლებელი გახდა. ხო, რამდენიმემ დაწერა რომ საერთოდ ვინც ადამიანი ვინც არ ვერთვებით დისკუსიებში და უბრალოდ კითხულობთ იმათთვის არის უკვე სერიოზული დისკომფორტი ასეთი საუბარი. და აუგრძალე მე იმის შემდეგ პირად შეურაცხყოფებზე არის შეზღუდვები. იმის მერე სიტუაცია დალაგდა, მოწესრიგდა და აი ნებისმიერი პარტიის ამორჩეველი, ნებისმიერი შეუძლია შემოვიდეს, თავის აზრი დაწეროს და არავინ არაფერს არ ეტყვის. შეიძლება კი ერთმანეთში რაღაც იხუმრონ, იღადავონ, მაგრამ შეურაცხყოფა გამორიცხული არის. კი, გამონაკლისები ხდება, მაგრამ დროულად ვახერხებ რეაგირებას და აქედან გამომდინარე, როცა მეც მიწევდა უკვე ძალიან ბევრი აზრის წაკითხვა, ამ კომენტარებს ხო კითხულობ და რაღაცებს მეც გონებაში ვიაზრებ, ხო? მე შეიძლება აი საერთოდ რამდენიმე ადამიანი რაღაცაზე კამათობდა და თვითონ ამ კამათით მივიდნენ რაღაც ჭეშმარიტ აზრზე. და მეც რომ მიწევს ამდენი მხარის გაანალიზება და წაკითხვა, უკვე მეც შევეჩვია იმას, რომ ხო, იმასაც შეიძლება რაღაც სიმართლე აქვს, რომელიც უნდა ითქვას, როცა რაღაც თემაზე ვსაუბრობ, აი იმ თუნდაც ძალიან ვიწრო ჯგუფი იყოს, ვიწრო პარტია იყოს, მაგრამ როცა რაღაც სიმართლე აქვს, მეც ვიცი რომ აი ეს უნდა ვთქვა, იმიტომ რომ კი, ამას ვერ დაუკარგავ, ასე არის. და მეც იქიდან შევეჩვიე დიდწილად. თუმცა თავიდანვე მქონდა რომ ორივე როცა რაღაც მოვლენა ხდება, რამდენი მონაწილე მხარეც არის იმდენის გადმოსახედიდან თქვა რაღაც. მაგრამ აი ტელეგრამა ითამაშა გარდამტეხი როლი ამ ყველაფრის ჩამოყალიბებაში. ხო. და მაგის მიზეზი რა გონია შენ რატო ვიქცევით ასე? რო აი რაღაც მარტო ჩვენი აზრი გონია, რაღაც ამის ფესვები კიდევ უფრო ღრმად განათლებაშია, ალბათ. განათლებაში არის. მე ვთვლი რომ განათლება არის მან. კი, ცალსახად განათლებაში არის სერიოზული. აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსი იყო ცოტა ხნის წინ, ალბათ ერთი წლის წინ, რომ კვლევა ჩატარდა წაკითხულიდან აზრის გამოტანაზე თუ გახსოვს. და მე ვთვლი რომ ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლების ფაქტი და ამბავი, რასაც უნდა დავაკვირდეთ და ყურადღება მივაქციოთ რა. იმიტომ რომ მეც გადაცემა კაცების პროდიუსერი ვარ. ჩემი პოდკასტი, კიდე ერთი ახალი პოდკასტი წამოვიწყეთ და რეაქციებს და კომენტარებს რო ვკითხულობ რა, ну განსაკუთრებით კაცები ხა 220,000 ფოლოვერი არის Facebook-ზე და 133 YouTube-ზე და სერიოზული პრობლემა არის გაგების რა, ანუ კონტენტი და შინაარსის გამოტანა. სულ 15 წამიანი კლიპი იყოს. ძალიან ბევრი კომენტარი შეხვდები, რომ უბრალოდ ვერ გაიგეს კლიპში რა ხდება. აი ძალიან მარტივი ერთი ადამიანი შეიძლება იდგეს და 15 წამიანი წინადადება თქვას და ან სათაური აწერია ხოლმე და Facebook-ზე რაღაც რო დაიდება ნიუსი სათაური აწერია და იმის ქვეშ კომენტარები რომ საერთოდ ვერ ხვდები რა შუაშია ეს აი აქ. ხო. ეგ ერთი მეორე აზრის გადმოცემაც ხო უჭირთ უმეტესობას და დიდი ხანი ფიქრობ რომ ეხლა მას ის თქმა უნდა და მე რომ მიხვდები ამის თქმა უნდა და საერთოდ ამასთან რა შუაშია ამ ნიუსთან რა. ხო, ეგეთი გამოცდილება მეც აი ზოგჯერ გიო ისეთ რაღაცას წავიკითხავ ხოლმე კომენტარებში, აი ჩემ თავს ვეკითხები რომ რანაირად მოიხარშა ეს აზრი ადამიანის გონებაში, ხო აი მეც იმ მომენტს ვთავ რომ ან მე ხო არ თქვი რაღაც ისე რომ ასეთი კომენტარის დაწერის სურვილი გაუჩნდა.
და კი მაგაზე სერიოზულად სამუშაო გვაქვს და ეხლა ბოლო პერიოდში რაც ირანში ხდება მაგალითად ყალბი ინფორმაცია გავრცელდა ყალბი ინფორმაცია გავრცელდა რომ ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა რომელიღაც ავიაბაზა აიღეს ხო და კომენტარებში აი ეგეთი რაღაც ეწერა ჩემი თვალით რაც წავიკითხე რა იმას გეუბნები რომ რა შანსი გვაქვს ახლა მთავრობა მომენტით ისარგებლოს და ფერეიდანი დავიბრუნოთ ხო და ასეთ უბრალოდ რა არის ან ვეჩვევით თან ამას აი თავიდან შეიძლება უფრო მიგვირდა ასეთი რაღაცები მაგრამ მე შევეჩვიე მეც და სულ მაქვს მოლოდინი რომ ხო რაღაც ესეთი აზრი უნდა არსებობდეს რაღაც ესეთი კომენტარი უნდა იწერებოდეს და ასე შემდეგ და აი კიდე სხვა შორის ირანი რახან ვახსენეთ სპეციალ ჩემი მუშაობის სპეციფიკის ერთ მომენტს მოვყვები რაც ვფიქრობ რომ ზოგადად ჩემი მაყურებლისთვისაც საინტერესოა იმიტომ რომ ასეთ რაღაცებს არ საუბრობ და შენ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება ზოგადად როგორ კეთდება კონკრეტული ვიდეოს მომზადება ირანის მაგალითზე გეტყვი პირველ რიგში გასაგები არის ის რომ მედიიდან შეგვიძლია დიდი ინფორმაციის მოძიება და გაგება ეგ ხო მაგრამ ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ რომ ვეცნობით ორივე მხარეს მაგალითად შეიძლება რაღაც ირანულ წყაროს შევხედოთ ის რას წერს შეგვიძლია შევხედოთ დასავლურ წყაროს რომელიც ძირითადად ვიცით რომ საპირისპიროს დაწერს და რადგან ირანზე არის საუბარი იქ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ასევე ისრაელური გამოცემებიც მაგრამ ყველაზე ეფექტიანი ჩემი გამოცდილებიდან არის ის რომ თვითონ ადგილზე ვნახო წყარო და იმასთან გადავამოწმო რაღაცეები ასეთ შემთხვევაში ირანის შემთხვევაში კონკრეტულად ირანის შემთხვევაში გამიმართლა იმიტომ რომ რამდენიმე წყარო არის რომელიც ზოგი აქ არის მაგრამ წარმოშობით არის ირანიდან იმათთან მაქვს კონტაქტი ზოგი არის ფერეიდნიდან აქ ცხოვრობენ და ზოგი შეიძლება იქაც არის ეს ამბები როცა დაიწყო და ირანმა გათიშა ინტერნეტი, ანუ ეგ შესაძლებლობა დავკარგე. და რატო? აქაურები იმას ამბობენ, რომ წარმოიდგინე არა მხოლოდ ინტერნეტი არის გათიშული, არამედ აი ელემენტარული კავშირი ტელეფონზე სახლში რომ დარეკო, ეგეც არ გამოდის. და ნებისმიერი ინფორმაციის იქიდან გადამოწმება არის ურთულესი. ხო, ამიტომ თავიდან უკვირდათ, რომ რატო არ წერო არაფერს ირანზეო, იმიტომ რომ ან ფიზიკურად მეც ვერ ვამოწმებდი, რამდენად სწორად შემეძლო დამეწერა და ეგ ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ ცოტა გვიან დამიდია რაღაც, დამასწრეს ხويبმა, ვინც ანუ მედიაში, ასე ვთქვათ, საქმიანობს, მაგრამ მე რაღაც დრო რო გასულა თურმე იმათ დაწერილი არასწორი იყო, ანუ სულ ცდილობ რომ არ ვიჩქარო. და კონდეს დავუშვათ ცოტა ნახვა, მაგრამ მეც ვიყო დარწმუნებული და ვიცოდე ის რომ სიმართლესთან მიახლოებულს ლაპარაკობ, ვიდრე ის რომ რაღაცას ვიტყოები. ან უბრალოდ ვიჩქარე, რაღაც ემოციებზე ვიყავი, გამიხარდა რომ ეს ინფორმაცია მქონდა და თქვი. ხო და ეგ არის რომ ახლა მაგალითად აი ეს წყაროებთან მუშაობა ირანის შემთხვევაში ძალიან რთული არის. ჩვენც სერიოზულად გვიწევს პატარა ვიდეოს გადამოწმებაც კი სერიოზულად გვიჭირს რომ გადავამოწმოთ. ხო და ეგ არის ერთ-ერთი სპეციფიკა რომ ვემუშაოთ ადგილობრივ წყაროებს და ზოგჯერ ისე ყოფილა რომ აი საერთოდ რომ წარმოდგენა არ მქონდა რომ აქ ვიპოვიდი ვიღაც ადგილობრივ ზუსტად იქ გამოჩენილა საჭირო ადამიანი და იმასთან ერთად რაღაცები მისაუბრია გამივლია და იმასაც გადაუმოწმებია ანუ შეწუხებულა ასე ვთქვა თავის მხრივ რაღაცები გაიკითხა გადაამოწმა და ისე მომცა გინდ ვიდეო გინდ სკრინი გინდ რაც საჭირო არის ასე მომიპოვებია და ეს ძალიან ეფექტიანი არის ანუ მე ძალიან მეხმარება იმიტომ რომ მე თვითონ ვარ დარწმუნებული იმაში რასაც ვსაუბრობ ხო, ახლა ირანი ვახსენეთ, ცოტა ხნით გადავხვდეთ ისე ირანზე. ამ საერთაშორისო პატარა მიმოხილვა რო გავაკეთეთ ზოგადად იქაც ირანი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ეხლა საშინელი ამბები ტრიალებს და გვესმის ირანიდან და რაღაცა ხალხი ესე რაღაცა გარედან შეფასება ყოველთვის ძნელია, შენ თვითონაც ახლა ამას ამბობდი და რო თქვა რომ აი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, მაგრამ ნუ მაინც ეგეთი განცდა რჩება რა ინფორმაციაც გამოდის და რაც ვიცი ირანზე წლების განმავლობაში არ შეუძლებელია ამ ხალხის გვერდით რომ ამ ხალხს როგორ არ უგულშემატკივრო დღესაც იქ ხდება თან განსაკუთრებით ახალგაზრდებს რა და მან რა პროცესი არის გარედან არის ეს ინსპირირებული და რაღაცა თქვათ ამერიკის გეგმის ნაწილია და ისე რუსეთის გარშემო რაღაცა სუსტება თუ აი თუ თავისით უღდა იქ სიტუაცია თუ აი შენი აზრით რა ხდება იცი რა არის ანუ სულ თავიდან როცა დაიწყო ჯერ კიდევ დეკემბრის ბოლოს რაც მოხდა ის რომ კურსის ვალუტის გაუფასურება ინფლაცია და ასე შემდეგ ეს შიდაველია მაგრამ გამწვავი შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს გარედან თუნდაც პოლიტიკური განცხადებები იქ ისრაელი აქტიურობს ძალიან თავის სოციალური ქსელებით და ასე შემდეგ და ხო შეიძლება რაღაც დონეზე გამწვავება გარედან ასეთი პროცესების ყოველთვის ხდება სადაც არ უნდა ხდებოდეს
გინდ საქართველო იყოს, გინდ ირანი, გინდ უკრაინა, გინდ ამერიკა, ყოველთვის როცა შიგდაველი იძაბება, გარემო თამაშები ამით ისარგებლებენ. მაგრამ ის კითხვა რაც იყო რომ შიგნიდან დაიწყო ეს ყველაფერი, კი თავიდან ეს ყველაფერი დაწყებული არის შიგნიდან. ხო და ეგეც საინტერესო ამბავი არის და შეიძლება ჩვენ ქვეყანასთანაც რაღაც პარალელები გავავლოთ, რომ მან თავარი რა არის, რომ შეიძლება არაიმდენად თავისუფლებისთვის იბრძენ, უბრალოდ რაღაც მომენტში დგება ადამიანის ცხოვრებაში, ამ შემთხვევაში საზოგადოების ცხოვრებაში, რომ აი რაღაც უკვე ნამეტანი ყელში არის. აი როგორ თქვა, რომ აი ყელში გამოსული და აი დრო არის რომ რაღაც იმოქმედო. ეგ წერტილი ხდება ყოველთვის, როცა რაღაც პროტესტები მიმდინარეობს ქვეყანაში, ყოველთვის არის ის, რომ მივა საზოგადოებამდე, შეიძლება იყოს ეკონომიკა, შეიძლება იყოს პოლიტიკა, რომ აი იმის მეც უკვე ვეღარ მოითმეს და რაღაც უნდა აფეთქდეს, აი გასკადეს ასე რომ ვთქვა და ირანშიც როცა პერიოდულად ასეთი რაღაც აქციები იმართება, უნდა გვესმოდეს რომ პირველ რიგში აი უკვე ყელში აქვთ, რაც ხდება ყელში აქვთ და რა არის მან რომ ზოგადად ირანი ხომ არის მკაცრად რელიგიური სახელმწიფო, რომელიც იმართება რელიგიური დღის წესრიგით, ასე რომ ვთქვათ და ეს ადამიანები რას ხედავენ, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო თავს ახევს ამ მკაც რელიგიურ პირობებს, რაღაც ჩარჩოებს, ასე რომ ვთქვათ და მეორე მხრივ ახლა ყველას აქვს სოციალური ქსელები და აი მაგალითად ხედავენ სხვაგან როგორ ცხოვრობენ ადამიანები. და როცა სასწორზე დგება ეს, რომ ერთი მხრივ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ მკაცრი რელიგიური წესებით, ჩადრებით და ასე შემდეგ. და მეორე მხრივ არის რაღაც თავისუფლება, თუნდაც ზომიერი თავისუფლება დავარქვათ. ის ხო მე თავის თავს უსვამს კითხვას, რომ რამდენად მიღირს მე ჩემი ცხოვრება დაუთმო იმას, რომ რაღაც კაცრი რელიგიური წესებით ვიცხოვრო. როცა გერ სიტყვაზე ნავთობით დიდარი ქვეყნები, ის ხომ ხედავს, როგორ ცხოვრობენ დუბაიში, როგორ ცხოვრობენ ემირატებში და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ყოველთვის არის ის მომენტი, რომ აი აწონ-დაწონის ადამიანი და იმას, რასაც ირანის მთავრობა, ასე რომ ვთქვათ, და სასულიერო სფერო საზოგადოებას ახვევს თავს ზოგ შემთხვევაში, იმის იქით არაფერი არ არის, ცარიელი ფასეულობა, ასე რომ ვთქვათ, არაფრით გამყარებული არ არის ბევრისთვის. ხო და ეს ხდება პერიოდულად, რომ აი ამოასხავს და იცის, რასაც აკეთებს. იმიტომ არის, რომ ხედავთ, ხო, აი ადამიანები გადიან პროტესტზე, იციან, რომ შეიძლება მოკვდნენ, შეიძლება ესროლონ, შეიძლება ბოლო პროტესტი იყოს, ასე შემდეგ, მაგრამ ეგეც კი მაგათთვის ისე არის, აი ზუსტად ის არის, რასაც ჩემი აზრით, რომ აი ყელში რო ამოუვა, იმის იქით უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებს, იბრძვის იმისთვის ძალიან სწავს და შეერა. მაგრამ ნუ რუსეთის და ჩინეთის ესე ძლიერი მოკავშირე არის და იქ თუ რაღაც შეიცვალა რეჟიმი, ფაქტია რუსეთს შეესუსტებს, ხო ეს? მან ასეთ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ზოგადად რუსეთს და ირანს მარტივი ურთიერთობა არ ჰქონდათ. ახლა რუსეთ-უკრაინის ომმა მოიტანა ის, რომ ესენი დაახლოვდნენ და ვიცით, რომ ის შაჰედები, რაც ირანმა გადასცა, რაღაც პერიოდი რუსეთმა მაგით შეძლო ფრონტის დაბალანსება. დღემდე ერთ-ერთი ეფექტიანი რაც არის, ეს არის შაჰედი, რუსები გერანს უწოდებენ და ხო რუსებმა შეცვალეს რაღაცები და ამიტომ, მაგრამ სინამდვილეში ირანს სერიოზული დახმარება აქვს რუსეთისთვის გაწეული ამ ომში. ამიტომ ამ ბოლო პერიოდში დაახლოვდნენ, მაგრამ ის დანარჩენი წლები რომ ავიღოთ, რუსეთის და ირანის ურთიერთობა ასეთი ახლო არ იყო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სირიაში ბევრად უფრო რუსეთს თავის გავლენები ჰქონდა, ბევრად სერიოზული, ვიდრე ეს აქვს ირანში და სირიაც გეოპოლიტიკიდან გამომდინარე უფრო სერიოზული მოკავშირე იყო, მაგრამ დაკარგა. ამიტომ მე სიმართლე გითხრა, აი ახლა პროგნოზების გაკეთებას თავს შევიკავებ, მაგრამ ასე მგონია რა, ეხლა რა ინფორმაციაც ახლა მაქვს, აი რა ბოლო ცნობებიც რაც გადავამოწმე, არ ვფიქრობ, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რაც შეცვლის მთავრობას. ეს აი დღეის კონკრეტულად დღევანდელი დღიდან გამომდინარე. რამდენიმე მეტრიკა არის, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად ის, რომ აქციის მონაწილეების რაოდენობა მცირდება. ეგ ისედაც ვიცოდით, პარასკევი შაბათი რომ პიკი იქნებოდა, ეგ ვიცოდით და ანონსებულიც იყო და თავისუფალი დასვენების დღეები იყო და ბევრი ადამიანი გავიდოდა, მაგრამ ეხლა შემცირდა შედარებით. აი შემდეგ დღეს რო შევხედავთ ეს დინამიკა საით წავა, მე უკვე გვეცოდინება უფრო შეგვიძლია ოდნავ მაინც განსაზღვროთ რა შეიძლება მოხდეს უფრო სწორად, მაგრამ ახლა აი კონკრეტულად 12 იანვრიდან გამომდინარე, მე ეგრე ვფიქრობ, რომ არ მოხდება ცვლილება. რეჟიმის ცვლილება, ასე რომ ვთქვა. ხო, ამიტომ რუსეთის ეგეთ დანაკარგი არ მგონია გქონდეს რა. კაი, ისე დავუბრუნდეთ ჩვენთან პოლიტიკური კულტურის ცვლილება, საიდან უნდა დაიწყოს? თქვა თუ შევხვდებით იმაზე, რომ დაბალია და განათლების პრობლემა არის, ეს ძალიან გრძელვადიანი პერსპექტივა რო განათლება და შეავაცა საქმეს და რა გვაშველება?
ძალიან რთული კითხვა არის რა გვეშველება, მაგრამ აი ერთ მაგალითს გეტყვით ჩემიდან გამომდინარე. მე სულ მქონდა იმის სურვილი, რომ ყოფილიყო რაღაც ისეთი სივრცე, სადაც ადამიანები შეიკრიბებოდნენ და უბრალოდ ისაუბრებდნენ სამყაროში ან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ოღონდ თავარი აქ არის ის, რომ არა მხოლოდ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომლებიც ჩემ აზრზე არიან, არამედ პირიქით. ისეთები მოვიდნენ, რომლებიც მე არ მეთანხმებიან. და ამ სივრცეში ჩვენ შევძლებდით საუბარს. ასეთი სივრცეები რეალურად არც არსებობს. ტელევიზია არ იძლევა ამის საშუალებას, აი ბოლო პერიოდი რაღაც პროგრესი არის, ეგეც მინდა აღვნიშნო, რომ უფრო დაიწყეს მოწვევა საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების და ეს მისასალმებელი არის, მაგრამ ზოგადად არ არსებობდა ასეთი სივრცე, მაგრამ მხოლოდ ასეთი სივრცე არ კმარა, სადაც ადამიანები მივლენ და რაღაც განსხვავებულზე ისაუბრებენ. ვიღაც ისეთი უნდა მოვიდეს, რომ იმ დღეს რაზეც უნდა ვისაუბროთ პირობითად, ვიღაც არის იმ სფეროს სპეციალისტი და ექსპერტი, ან მცოდნე ლექტორი და ასე შემდეგ. და ესეთი სივრცე არ არსებობდა. და კონცეფცია ასეთი იყო, ჩემი წარმოდგენით, რომ ჯერ ეს ადამიანი თავის გამოცდილებას, თავის ცოდნას, აი მაგალითად პირდაპირ მაგალითზე რო ვისაუბროთ ირანის ამბები, ხო? და შევიკრიბეთ დაუშვათ 30 ადამიანი, რომელსაც გვინდა ამ ყველაფერზე საუბარი, მაგრამ სანამ ჩვენ რაღაცაზე ვისაუბრებთ, ჯერ ვიღაც ახლო აღმოსავლეთის მცოდნე ან ირანის მცოდნე ახსნის რა ხდება. ახსნის თავის ცოდნიდან გამომდინარე, როგორ არის მოწყობილი ირანის პოლიტიკა, ახლა რა მოვლენებია, რა შეიძლება მოხდეს, ვინ არიან ოპოზიციაში, ვინ ეხმარება გარე ძალები, შიდა ძალები ვინ არიან და ასე შემდეგ. ამის სივრცე არ იყო. და ბოლოს მე თვითონ მივედი იმ დასკვნამდე, რომ თუ არ არის, მაშინ რა მიდგას მე წინ, რომ მე არ გავაკეთო ასეთი სივრცე. ახლა კონკრეტულად მუშაობ ზუსტად ასეთი რაღაცის გაკეთებაზე. რომ ეს იქნება პატარა დახურული წრე, ასე რომ ვთქვათ. კლუბი, ასე რომ ვთქვათ და იქ ადამიანები გარდა იმისა, რომ ერთმანეთს გაიცნობენ და ერთმანეთში ისაუბრებენ, ასევე იქნებიან მოწვეული ლექტორები. ზოგიერთი მაგალითად შენი სტუმარიც ყოფილი სტუმარი. კობერიძე ალბათ. ნიკა ხოფერია. ნიკა ხოფერია. ერთ-ერთი ეგ არის. და ხო ასეთ რაღაცას ვაკეთებ მოკლედ და წარე პოდკასტი ხო, ვინც არის ეს? ხო, წარე პოდკასტი. ნიკა ჩემი მეგობარი არის და ისიც რომ გავუზიარე ასეთ რაღაცის გაკეთება მინდა მეთქი, ერთ-ერთი ლექტორი არის, სიამოვნებით ჩაერთო პირიქით. და ასეთ ნიკასნაირები კიდე რამდენიმე იქნებიან, ვინც თავის დარგში მაღალი დონის სპეციალისტი არის და სწორად ფიქრობს, სწორად უყურებს საკითხს და ხო აი მეც რომ ფიქრობდი შენ რომ თქვი განათლება ადრე მეც ხო სუფიქრობ ასეთ რაღაცებზე და ჩემი გადმოსახედიდანაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, მოდი ასე ვთქვათ, ყველაზე მთავარი მიზეზი იყო განათლება. და ვფიქრობ, რომ აი ასეთი რაღაცები დაგვაძლევინებს პრობლემებს. ხო, იმიტომ რომ ეს მოჯადოებული წრე არის, ხა შენ თქვი რომ პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ ამ კულტურის ამაღლება, მაგრამ პოლიტიკოსებს ვირჩევთ იმ განათლებით, რაც გვაქვს და შესაბამისად იქცევენ მე პოლიტიკოსებიც და აი ამ წრეს გაარღვევს ალბათ ეს რომ განათლება რომ მე ცოტა სხვანაირი ხალხი აირჩიო, რომელიც მე სხვანაირად მოიქცევიან რა. ხო, აი შენ მაგალითად არ ფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკოსები თავიანთი ამომრჩევლისაც არა, აი მოდი ისევ დაუბრუნდეთ იმ სიტყვას, რომელიც ხსენებათ არ მოყვარს ბაბლი. ამ ბაბლის ტყვეები არიან გარკვეულ წილად. პოლიტიკოსები? პოლიტიკოსები, ხო. კი, რა თქმა უნდა. ხო, და საბოლოოდ ეს მე პროცესებზე ძალიან ცუდად აისახება. იმიტომ და მე დარწმუნებული ვარ, ახლა ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი. კი, თვითონ აი უკვე წინასწარ ვიცი ხოლმე რა ფინრა სიტყვის. ხო, რა სიტყვის, იმიტომ რომ იმან იცის, რომ იმის ბაბლის ასეთი რეაქცია ექნება და თითქოს ცდილობს დაახვედროს თავისი პასუხიან საქციელი, რომ იმათ გაუსწორდეთ და. ზუსტად. და არა ის, რომ იმ წუთას როგორი მოქცევა საჭირო, ან ისეთ თქმა არის საჭირო. ხო, არა და დასანანი ის არის, რომ იმ მომენტში შეიძლება აბსოლუტურად სხვა რაღაცას ფიქრობდეს და იცის, რომ აი ეს უნდა თქვას და ეს არის სწორი, მაგრამ ვერ ბედავს, რომ განსხვავებული თქვას და ჩემი აზრით ამან უშუალოდ პოლიტიკოსებზეც უარყოფითად იმოქმედა, იმიტომ რომ ნაცვლად იმისა, რომ მათი ამორჩეველი გაზრდილი იყო, საბოლოოდ ის მიიღეს, რომ რაღაც ბაბლი შერჩათ. ამორჩეველიც აღარ იზრდება და თვითონ უნდა გადაწყვიტონ რა უნდა გააკეთონ. ხო, ეგეც ისეთი სტილი გახდა, რომ აი ვინც არ მეთანხმებით აგერ ნახეთ როგორც იმართას ვიძახეთ, ვინც არ მეთანხმებით ყველანი ესენი ხართ სულელები. ბილად რო ვთქვა რა. ხო, აი სხვადასხვა ყველას პოზა თითქოს ესეთი, აი თითქმის ყველასი რა. ეგ ამ ბოლო დროს დარწმუნებული ვარ შენიშნული უფრო პატარა პარტიებმა დაიწყეს ეგეთი რაღაცები, რომ რაღაცნაირად ირონიით და ზემოდან უყურებენ დანარჩენებს, რომ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ, თქვენ სულელები ხართ და ხო ეგეც გარდა იმისა, რომ კომპლექსი არის, საბოლოოდ ეგეც იქამდე მიდის, რომ რაღაც ისე ბაბლად გარდაიქმნება პარტიას, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხო. თითქოს აი რაღაც პირველი რაც უნდა იცოდეს პოლიტიკოსმა საზოგადოებასთან ურთიერთობაში არის, რომ
შენი მიზანი უნდა იყოს რომ ახალი მომხრე გაიჩინო. ამის მაგალითად ან თვითონვე თავისი ხელით ჩვევიან საპირისპიროს. აი ეს კედელი აქვს აშენებული და 10 შულს არ ატარებენ იქით და ყველას აგინებენ. აი მაგას ახლა მეორე მხრიდან შევხედა, აი შენ თავზე წარმოიდგინე მაგალითად შენ რაღაცაზე აი ადამიანები 1-10 ადამიანი ვარ წარმოიდგინე და გვეუბნები რომ ეს ასე უნდა გააკეთოთ რომ სწორი შედეგი მივიღოთ. და მაგას ამბობ დავუშვოთ 5 წელი, მაგრამ ჩვენ არ გიჯერებთ არც 1 წელს. და შეიძლება მე-6 წელს შენც იგივე აზრზე დადგე რომ აჰა რაღა გელაპარაკოთ, მე გეუბნებით როგორც იყოს სწორი, აი დრო მოვაჩვენა რომ ასე იყოს სწორი, მაგრამ თქვენ ახლაც იმას ამბობთ. ხო, ანუ აქ შენ თავს უნდა დააბრალო, რომ ესე ვერ აუხსენით წესიერად. ხო, ისევ პრობლემა ისევ იმაში იქნება, ხო, აი გუნდა გადააფასონ ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ პატარა ასე ვთქვათ შედეგი დადონ კიდევ უფრო. სხვანაირად არ გამონდის რა, აი დრო ხო გვაჩვენებს რომ არ გამოდის. და სხვათა შორის აი თვითონ პოლიტიკოსებსაც დაუკვირდები უჭირთ რაღაცების გააზრება. აქ მხოლოდ ბაბლი აღარ არის. ერთი და იგივე მესიჯები შეიძლება გქონდეს ბოლო 5 არჩევნებზე. და აი ვიდეო ეპიზოდი როგორც დავიწყეთ, ხო გახსოვს რომ აი ძალიან სწრაფად იცვლება სამყარო. ვერ ვასწრებთ, აი წარმოიდგინე ერთი მოვლენის რაღაც სიღრმისეულ განხილვას ვერ ვასწრებთ, მეორე უკვე მთავრდება. და ეს პოლიტიკოსები კიდე რაღაც შუამავალ პერიოდში რომ აღმოჩნდნენ, იმის იქით აღარ უნდათ გამოსვლა. რეალურად პოლიტიკოსს ხო ეგარს რომ აი უნდა გრძნობდეს, ალღა უნდა გქონდეს ძალიან სერიოზული საითმიდის სამყარო და საითმიდის საზოგადოება. და შენ თუ გაიხლიჩი ამ ორ შორის და რაღაც შენ ჩარჩოებში აღმოჩნდი, განწირული ხარ. და რეალურად ახლა რასაც უყურებთ ხო პოლიტიკოსების შედეგებს. ხომ გვაქვს იმის ფიქრის უფლება რომ ზუსტად ეს ემართებათ. ხო, აი შენც ქონდა ნიუ-იორკის მერის მაგალითზე ქონდა შედარება მახსოვს ერთ ვიდეოში ქართველთან ახალგაზრდა ახალი თავის პოლიტიკოსების და ის როგორ იქცევა და რა ხერხები გამოიყენა და ესენი ისევ წინა თაობის პოლიტიკოსების რაღაცა ხერხებს მიმართავენ და ზუსტად. ხო, თან აი განსაკუთრებით ოპოზიციას რა ხო ოპოზიციას უფრო მეტად ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ ოპოზიცია გინდა რომ იყოს წარმატებული. იმიტომ არა რომ რომელიმე სკენვან ან რომელიმე ვემხრობი. უბრალოდ პოლიტიკური პროცესში ჯანმრთელი ვერ იქნება, რომ რაღაცა ხანდახან ცვლილება არ იყოს რა და აი იმათაც ეს დამოკიდებულება აქვს, რომ ვინც ჩვენთან, ანუ თითქოს აი იმასაც არსებობს, რომ 11 მომხრე გადმოიბირონ რა, აი რაღაც შემოსაზღვრული აქვს თავის ტერიტორია და იქ არიან სულ აი რამდენი წელი არჩევნებს, სულ ერთიგივე შედეგი იდება რა. ხო, ეგრე არის. 15 წელი რამდენი ხდება? მეც სხვათა შორის მასე ვარ და იცი რა არის ჩემ ვიდეოებში როგორც წესი უფრო ხშირად თუ შიდა თემებზე ვსაუბრობ კრიტიკა აუცილებლად უფრო ხშირად მიდის ოპოზიციისკენ და აი ადამიანების ნაწილი ფიქრობს რომ აი რატო არ თქვი მთავრობაზე ეს რატო არ თქვი ის და ანუ საქმე მაგაში არის რომ მთავრობა როცა მთავრობა გასაგებია ყოველთვის ეცდება რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და იმას ყველა ის ბერკეტი აქვს იმას კრიტიკა ასე ვთქვათ რაღაც ცვლილებებს არ ჭირდება რიგ შემთხვევაში იმიტომ რომ ის მაინც თავისას მიაღწევს ეს ცალკე საუბარი არის კიდე დადებითი იქნება თუ არ ყოფითი მაგრამ ის რასაც ჩაიფიქრებს ასე თუ ისე რაღაც გზებს გამონახავს რომ თავისი გაიტანოს მაგრამ ოპოზიციას ეს ბერკეტი არ აქვს და ოპოზიციას უწევს ბრძოლა ყველაფრისთვის უწევს ბრძოლა და ეს ბრძოლის მეთოდები თუ არ იცვლება 10 წლის განმავლობაში ანუ უკვე ოპოზიციაში არის ბრალი ხო ანუ ჯერ სანამ სხვისკენ გავიშვერთ თიც ჯერ ოპოზიციაში უნდა ვნახოთ ისინი ვინც არიან ამ პროცესებში დამნაშავეები ასე ვთქვა ну დამნაშავეები კიდე ისეთ სიტყვა არის მაგრამ ხო ხდები ვინც აყოვნებს ამ ყველაფერს ისე ოპოზიციაში იქნებიან ეგეთი ტიპები ხო რა აი ტელევიზორს რო ჩართავან ტელევიზორს ჩართავის პირობითად ვიძახიან რაღაცა მე პოლიტიკოსის კომენტარს რო მოусმენ თქვა რაღაცა მოხდება მთავრობამ ახალი კანონი შემოიღო და ამას არ მოწონს აი 2014 წელია თუ 2024 ხა 2026 ვერ გაიგებ აი გეგონება ერთ დროში ვარ გაჭედილი და ერთ ეგრე სიძახეს ის ამას იტყვის და მე შედეგიც იგივე იდგება იმაზე და ქვია კი და ეგ არჩევნებშიც ხო აისახება მე ერთ-ერთ ვიდეოში ის მოვყევი რომ ისე მოხდა საპარლამენტო ხო საპარლამენტო არჩევნები იყო და ჩემმა ახლობელმა მთხოვა დახმარება ის ერთ-ერთ რეგიონში შტაბის უფროსი იყო ну ოპოზიციონერი რა თქმა უნდა ვეხმარებოდი და მე თვითონ მომიწია მე ამასთან ერთად სიარული სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში და ის მითითებები და ის იდეები რასაც პარტია აძლევდა აი სადა დედამიწასავით იყო აცდენილი საზოგადოება საჭიროებებს შორის და ამ იდეებს შორის აი წარმოიდგინე ახლა სადღაც სოფელში შენ ადამიანს რო ესაუბრები რაღაც ევროკავშირზე და ნატოზე იქ რთულია შენი თავის დამკვიდრება იმიტომ რომ იქ სხვა პრობლემები აბსოლუტურად სხვა პრობლემებია სულ სხვა გამოწვევები აქვს იქ უნდა რაღაც ხელჩასაჭიდ
პრობლემებზე საუბარი. ხო, იქ შეიძლება წყალი იყოს, შეიძლება გზა იყოს, შეიძლება განათება იყოს და ასე შემდეგ. ნუ რა პრობლემებიც და სოფლის მეურნეობა რა თქმა უნდა. ასეთი არაფერი არ იყო. იყო ევროკავშირი, იყო ნატო და ასე შემდეგ. ხო. ხო, ან ისიც წესიერ არ არის ახსნილი რატო? ხო, ნუ რატო კიდე ევროკავშირი და შენ ხო გესმის რომ იქ ადამიანს აბსოლუტურად სხვა გამოწვევები როცა აქვს და სულ სხვა საჭიროებები აქვს. შენ აი ნატოს და ევროკავშირის გარეკლამებით იქ ხმას ბევრი არ მოგცემს. ხო. იმიტომ რომ ის სულ სხვა დღის წესრიგი ცხოვრობს. შეიძლება ეს მუშაობდეს დედაქალაქში. შეიძლება, მაგრამ რეგიონებში სულ სხვა მიდგომა სჭირდება. და ამათ ეგეც განზოგადოებული ჰქონდათ, რასაც აქ ამბობდნენ, იქაც რეგიონებშიც იმას ამბობდნენ. შედეგები კიდე სახეზე არის. კარგი, ვისაც კი პოლიტიკა ინტერესებს და რაღაც ამ თემებზე ფიქრობს, მე მგონი არ არის ადამიანი, რომელსაც არ უფიქრია, რომ მე რო ვიყო პრემიერ-მინისტრი, ან მე რო ვიყო ქვეყნის სათავეში, ამას გავაკეთებდი და აუცილებლად ამას ვიზავდი. შენ თუ გიფიქრი ამაზე და რა არის ესეთი, რომ აი დღეიდან რო გახდე ქვეყნის მთავარი, ქვეყნის მეთაური. საიდან დაიწყე ცვლილებას? იცი რა? ან რა შეცვლილია? მე ხშირად მიწენენ კომენტარებში, რომ აბა როდის მოდიხარ და რაღაც და ყოველ ჯერზე პასუხობ, რომ მეთქი არ ვაპირებ ეგეთ რაღაცას, იმიტომ რომ ჩემი სურვილი ახლა არის, რაც შეიძლება ბევრი ვიმოგზაურო. მაგრამ თუ იმაზე უნდა ვისაუბროთ, აი რა მინდა მე რომ შეიცვალოს. პირველ რიგში 100%-ით ეს არის განათლების ძალიან ძირეული რეფორმები. და რატო? მე არ ვიცი აქ აი მაგალითად დედაქალაქის ახალგაზრდებში, ნუ ახალგაზრდებში გულისხმობ რომ დავკონკრეტდეთ უფრო სკოლის ასაკის მოსწავლეებს. არ ვიცი აქ როგორ არის, მაგრამ იმას გეტყვი, რომ რეგიონში მაგალითად ძალიან პოპულარული არის რაღაც კრიმინალური ცხოვრების წესით ცხოვრება და იმის რომანტიზება. თუმცა უშუალოდ მაგ თემასაც რო რაღაცნაირად ჩაურმავდეთ, ხო, რაც წარმოდგენებით ჩვენ შეიძლება გქონდეს რაღაც ქუჩურ ცხოვრებაზე და ასე შემდეგ, ანუ ისიც ძალიან დამახინჯებული არის და ბევრი გადასული არის უბრალოდ მავნებლობაზე. და მე მაგალითად არ მინდა რომ ეს ხო თაობაზე არის საუბარი, რომ შემდეგი თაობები უახლოესი 10 წელი რომ ავიღოთ, ისეთი ახალგაზრდებით დაკომპლექტდნენ, ვისაც აქვს ასეთი რაღაც რომანტიზებისკენ სწრაფვა. და ისევ გავიმეორებ ამ რაღაც დამახინჯებული წარმოდგენები. განა ის რომ ანუ ხო არის რაღაც სამყაროები, სადაც რაღაც გაგებები არსებობს. ერთ-ერთი მასეთი არის ქუჩურიც, ხო? და მე იმას ვამბობ, რომ რაღაც ნაწილი ამას აღიქვამს კიდევ უფრო დამახინჯებულად, რა თავისებურად უყურებს, არც გაგება აქვს ბევრს, არც რაღაცა, უბრალოდ მავნებლობს. და ასეთი ბევრი არის. ამას დაუმატოთ ისიც, რომ ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი არის მსუბუქი ნარკოტიკი, ასეთი ბავშვებისთვის, რომ ბავშვები არიან. და აი ეს არის ჩემთვის სერიოზული გამოწვევა და სერიოზული პრობლემა, რასაც მთავრობა მაქსიმალურად უნდა ებრძოდეს. შესაბამისად და ხო კიდე განათლებაში მე ჩავსავდი ასევე სპორტის რომანტიზებასაც. მით უმეტეს ბიჭებში და მით უმეტეს მაგ ასაკში. ახლა ყველა ყოფნართ გარდატეხის ასაკში და ვიცით რას ნიშნავს ეს, რომ თუ როცა რაღაც მომძლავრებული გაქვს მაგ პერიოდში და მართლა მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად მოხდეს იმ შენი ენერგიის, შენი დროის, შენი ფიქრების სწორი მიმართულება. სპორტი ამაში სერიოზულად გეხმარება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სპორტი იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც ზეწარმოებული სპორტსმენი უნდა გამოხდე. არა, უბრალოდ რაღაც დისციპლინირებული იყავი და აი ამ დისციპლინას შეეჩვე ბავშვობიდან. მე ეს თავის ბენეფიტებს მოგცემს ჩვეულებრივ ცხოვრებაში, არა სპორტს თავი დავანებოთ, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც დაგიბრუნდება ეს. ხო და მე მინდა რომ აი ამას მიეხედოს ძალიან სერიოზულად. განათლებას და მათ შორის აი სპორტის ინტეგრაცია მოხდეს სწორად. და ასევე განათლებაში მე აქცენტს გავაკეთებდი ტექნიკურ საგნებზეც. და ერთ-ერთ ვიდეოში როცა აი განათლებაზე ვსაუბრობდი, ხო, ან მე როგორ უყურებ, რომ აი მთავრობამ თვითონ უნდა დასვას კითხვა, რომ აი ჩემი უახლოესი დაუშვათ 10 წლის გამოწვევები რა უნდა იყოს. და ამ გამოწვევებს მოარგოს მე უკვე ეს ახალი თაობების ცოდნაც. ეს პრაქტიკა ჩვენი მოგონილი რა თქმა უნდა არ არის, ეს იყო მაგალითად ჩინეთში, როცა იცოდნენ რომ აი ჩვენ 10 წელიწადში უნდა ყავდეს საუკეთესო დონის ინჟინრები პირობითად. ხიდების მშენებლები და ასე შემდეგ და ამ კითხვებიდან გამომდინარე შექმნეს, გაიგეს რა იყო ეს საჭიროება და გამოზარდეს ის თაობები, რომლებიც მათ სჭირდებოდა და რომლებმაც ააშენეს ასე რომ ვთქვათ თანამედროვე ჩინეთი. გამომდინარე აქედან მეც ვფიქრობ, რომ კითხვები უნდა არსებობდეს, როგორი თაობა უნდა ყავდეს ჩვენ 10 წელიწადში, რა სპეციალისტები უნდა აღზარდოთ და გამოზარდოთ და შესაბამისად ეს მოერგოს მე უკვე განათლების რეფორმას, ეს კითხვები. ამიტომ ხო, მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები პირი, ყველაზე დიდ დროს დაუთმობდი განათლებას და მეორე იქნებოდა ეროვნული უსაფრთხოება.
ოღონდ ეროვნული უსაფრთხოება ის არა, როგორც ამერიკას აქვს რო ყველაფერს მაგას. ხო, მე უფრო ვფიქრობ, რომ აი დაზვერვა სჭირდება სერიოზული ფინანსები, სერიოზული დრო და სერიოზული ყურადღება. და აი ამ მიმართულებითაც სერიოზულად ვიმუშავდი პირადად მე. იმიტომ რომ ჩვენი გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, ეს არის სტრატეგიული მდებარეობა, რომლითაც დაინტერესებული არის უამრავი ქვეყანა. ისიც კი, ვინც შეიძლება არ გასაზღვრებოდეს პირდაპირ. ამიტომ დაზვერვა ყოველთვის უნდა ერთი ნაბიჯით წინ იყოს სხვა ქვეყნების დაზვერვებთან შედარებით. და ვფიქრობ, რომ აი ეროვნულ უსაფრთხოებაში სერიოზული მუშაობა არის საჭირო. პოლიტიკური იდეოლოგიების სპექტრი, ასე ვთქვათ, მემარცხენე მემარჯვენე, ავტორიტარული და ლიბერტარიანული, სადმე მოიაზრებ შენ თავს? უფრო მეტად სადმე? სხვათა შორის რა არის, მაგაზე მეც ბევრი მიფიქრია, სად შეიძლება მე ვიყო, ანუ აი ცხოვრების ამ გადმოსახედიდან ჩემი ფასეულობები შეიძლება უფრო ახლოს დგას მემარჯვენეობასთან, ცენტრისტული მემარჯვენე. მაგრამ ჩვენ რა არის, რომ როცა ვიზრდებით რაღაც თავიდან ვიაზრებთ რაღაცებს. ამიტომ დღეს რომ ადამიანმა შეიძლება თქვას, რომ ჩემი ფასეულობები არის რაღაც იდეოლოგიასთან ახლოს, აი დაუშვათ თქვათ მემარცხენეობა და ვიღაც ამბობს, რომ ახლოს არის უფრო მემარცხენეობასთან, მაგრამ შეიძლება 5-10 წელი გავიდეს და იმან გადააფასოს მე რაღაცები და საერთოდ შეიცვალოს მისი პოლიტიკური იდეოლოგია და ზოგადად რაზე მიფიქრია იცი რომ დღეს კი მეც მოვარ მაგის მაგალითი ანუ რაღაცა შეიცვალე რა თქმა უნდა ხო ეხლა 18 წლის რო იყავი სხვანაირად უყურებდი 25 წლის რო იყავი სხვანაირად რაღაცა და ეხლა კიდე სხვანაირად ხო ანუ ეგ უფრო ნორმალური მგონია რომ აი ვიდრე ადამიანი რომ ამბობს რომ აი მე ვარ მემარჯვენე და მორჩა იმის იგივე არაფერს აღარ ანუ იცვლები შენზე მოქმედებს გარემოც ის მოვლენებს აი რაც სამყაროში ხდება ეგეც აისახება და ასე შემდეგ და აი ზოგადად ისედაც თუ დაუკვირდებით ხო სამყაროში ეს პოლიტიკური იდეოლოგიები უფრო მიზნის მიღწევის საშუალება არის ვიდრე რომ ანუ იცვლიან რა მთავრობებიც იცვლიან რომ აი დღეს შეიძლება თავის მიზნების მისაღწევად სჭირდება რომ იყოს მემარჯვენე მაგრამ ხვალ შეიძლება დაშირდეს მემარცხენეობა კი ანუ ეგეც აღარ არის მყარი ხო აღარ არის მაგრამ მე პირადად სულ ვფიქრობ რომ აი სხვა შორის პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი პრობლემა ის არის რომ მყარი იდეოლოგიები არ გააჩნიათ როგორც წესი აი სხვა შორის პატარა პარტიებს უფრო აქვთ რომ რაღაც მყარი იდეოლოგია აქვს და იმის ხო ეხა პირველი გირჩი არის ვინც გაგახსენდება რომელიც ის თავის იდეოლოგიას აწვება ხო კონსერვატორებიც იგივე რა ისინი თავის რაღაც კაცრად არიან ამაში გარკვეულები არიან და აქედან გამომდინარე უყურებენ მე სამყაროსაც ხო მაგრამ მე ალბათ მაგათაც მოვწევთ იმ გზის გავლა, როცა გაიზრდება პარტიაც და ამორჩეველიც დაემატება, ისე მკაცრად ვეღარ იქნებიან, იმიტომ რომ იქ უკვე ითვალისწინებ ამორჩევლის ინტერესებს და არა რაღაც ვიწრო ბაღის ასე რომ ვთქვათ, ხო? ამიტომ ეგეც ეგ არის, რომ იცვლიან, ისიც იცვლიან. ხო, ალბათ ეგრეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ну ცხოვრების ამ ეტაპზე იმდან სკრომდე ვარ მისული, რომ როგორც კი რაღაც იდეოლოგიის წარმომადგენელი ხდები ავტომატურად უკვე რაღაცებში ცდები, იმიტომ რომ შეუძლებელი არ არსებობს იდეალური იდეოლოგია. შენ თავსაც იზღუდა. ხო, რა, ეგრე წინასწარ განსაზღვრავ შენ თავს რომ სადღაც შეგეშლება და არასდროს სიტყვი და ნუ რაღაცა ეს პრინციპები შემომრჩა, რასაც ვთვლი რომ სწორია და იმის იქით აღარ მივაკუთვნებ ჩემ თავს ასეთ იდეოლოგიას რა. აი ეგ არის ყველაზე კარგი, რომ შინაგანად ისედაც ყველას გაგვაჩნია რაღაც მორალი, რომ ვიცით, აი ეს არის სწორი, ეს არის არასწორი და ამას მოარგო უკვე მე გინდ იდეოლოგია და გინდ ნებისმიერი პოლიტიკური ხედვა. ხო, იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც ადამიანის უფლებები არ უნდა დაარღვიო რაღაც სამართლიანობა ყველას გვესმის რომ ესე უნდა იყოს რაღაცა და ნუ იმის იქით ხა წელს შეიძლება რაღაცა კანონი არ ვარგოდეს და 5 წლის მერე სიტუაცია შეიცვალოს და ჩათვალა რომ ეხლა ეს კანონი კარგად იმუშავებს ანა თუ რაღაც იდეოლოგია გაქვს სადღაც ყოველთვის აცდები რა და ნუ ალბათ მე ვთვლი რომ აი რაც დავინახე არის რომ რაც ნაკლებად ჩაერევა მთავრობა რაღაცა ყველა სფეროში უკეთესი არის ქვეყნისთვის რა ესეთი ხედვა მაქვს იმის იქით უკვე ანუ ეგ ჩარევა ზომიერი უნდა იყოს ანუ სულ ისე არ გამოვა რომ არ ჩაერიოს აი ეგეც არ გამოვა რომ ჩაერიოს მაგრამ მით უმეტეს ისეთ საზოგადოებაში როგორც ჩვენ ვართ აი რაღაც მაღალ განვითარებულზე რო არიან და იმათი დღის წესრიგი და იმათი გამოწვევები აბსოლუტურად სხვა არის კიდე შეიძლება რომ მთავრობა უფრო რბილად ერეოდეს მაგრამ ჩვენნაირ ქვეყნებს სულ სხვა გამოწვევები აქვს საზოგადოებაც არ არის ბოლომდე ჯერ ჩამოყალიბებული ასე რომ ვთქვათ და აქ უწევთ მთავრობებს რომ უფრო ხისტი იყვნენ მაგრამ არის სხვადასხვა ქვეყნები სადაც უფრო მთავრობა ისეთი არის რომ დიდად არ ერევა რა ხო მოკლედ საინტერესო წელი იქნება
მე ესე მგონია ბევრი რაღაც მოხდება სიგიჟე, როგორც მოდროს დაჭერა იყო რაღაც ეგეთები. თან ჯერ ახლა დაიწყო და. ახლა დაიწყო ჯერ იანვარი არის 12 იანვარია. მთელი წელი ჯერ წინ არის. მთელი წელი წინ არის. შენ ბოლოს წინა ვიდეოში თქვი რომ აპირებ შენ მაყურებელს გააცნო ადამიანები. ხო. რაღაც ძალიან საინტერესო ადამიანს წააწყდი ვინც გინდა რომ გააცნო და ვინც არის მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. და ეს რა თუ შეიძლება რომ თქვა ვინ არიან ესენი ან დაახასიათო და რა ფორმით იზავ ამას. მე პოდკასტს აპირებ თქვა ინტერვიუები იქნება უბრალოდ თუ რა. კი, ვიტყვი მაგის შესახებ. აი წინა ვიდეოში მომიწია ერთ-ერთი ხსენება. და მოდი რადგან ის ვახსენე იმ ადამიანზე ვისაუბროთ. მოკლედ ქართველი ბიჭი არის, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ ყველაზე ცხელ წერტილებში. და ამ ბიჭის მოვალეობა არის რომ კონკრეტული პირის ან კონკრეტული დიპლომატიური მისიის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ყავს გუნდი, ეს გუნდი დაკომპლექტებული არის საერთაშორისო სპეციალისტებით, მათ შორის ამერიკელები, ბრიტანელები, ფრანგები. აქვთ უმაღლესი დონის შეიარაღება. კერძო სერვისია? კერძო სერვისია. უსაფრთხოების სერვისი კერძო. ხო, უსაფრთხოების კერძო უსაფრთხოება არის. და მათ შორის აი ახლა ერთ-ერთი ბოლო რაც იყო ევროკავშირის მისიას იცავდნენ აფრიკაში. და ამ ბიჭს ექვემდებარება ეს საერთაშორისო ხო გუნდი და მათ შორის ყველასთან აქვს კავშირი და ამ ბიჭის მოვალეობა შედის რომ გარდა იმისა რომ თავის ვისაც ემსახურება მისიას ან პირს იმის უსაფრთხოება უზრუნველყოს იმის ევაკუაცია უზრუნველყოს თუ საჭირო იქნება მით უმეტეს აი აფრიკისნაირ ქვეყნებში წარმოიდგინე ბევრად რთულია მუშაობა არასდროს არ იცი ვინ არის იქ და გარდა ამისა ამ კომპანიაში ეს ბიჭი ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს მათ შორის დრონებს და ყველა ის იმ გამოცდილებას ითვალისწინებს რაც ხდება სამყაროში რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ახლა დარწმუნებული ვარ აი ვენესუელას ამბებიდან იქ თავის დასკვნები გამოიტანა და ასე შემდეგ და მე განსაკუთრებით მიხარია რომ ჯერ ერთი ქართველი არის მერე რომ ამ გუნდის მეთაური არის და თან კიდე რა არის რომ შეძლებს დაგვარად მაგალითად იგივე გამოცდილების იგივე ცოდნის ქართველი თუ შეხვდება მე ვიცი რომ ის სერიოზულად ეხმარება თავის გუნდში მიყავს ან რეკომენდაციას გაუწევს და რადგან მეთაური არის მის სიტყვას ძალიან დიდ პატივს ცემენ და ყოველთვის ითვალისწინებენ შეიძლება თავისთან ვერ წაიყვანოს მაგრამ იგივე მსგავს კომპანიაში დაასაკმოს სხვაგან ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ადამიანი არის რომელთან ერთადაც მინდა რომ ჩავწერო ინტერვიუ ხო ხო ესე ანუ იმათთან გასვლით ინტერვიუები გექნება ასე ვთქვათ ხო? ჩემი სურვილი არის სტუდიურ გადაცემას ჩემი სურვილი არის მუშაობდით რა დასამალი რა არის მუშაობდით რომ გასვლაზე ჩაგვეწერა მაგრამ რაღაც გარემოებებმა ხელი შეგვიშალა ამას ისევ დაუბრუნდებით იმიტომ რომ ისიც დაინტერესებული არის ზოგადად რომ გამოჩნდეს ჩემ არხზე და თავის გამოცდილება მოყვეს რატომაც არა ხო ძალიან საინტერესო იქნება ხო ასეთ ვეუბნები ხოლმე ხუმრობით რომ ასეთი პერსონაჟები მარტო ფილმებში თუ ხდებოდა მეთქი ხო და თვითონაც მაჩვენებს ხოლმე როგორი გარემოა სად მუშაობენ და ყველანაირად ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს ხო მასთან ასეთ კოლაბორაცია ეს არის ერთი მაგალითი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი კი ერთი სხვათა ხო და ესეთი ადამიანები ანუ როგორ არის იცი რომ ამ გზაზე რაც მე დავიწყე იუთუბერობა თვითონ მოდიან და მეც ყოველთვის ბედნიერი ვარ ძალიან მიხარია რომ აი ეს გამოვიდა ამიტომ სულ ამბობ რომ თუ ვინმე ფიქრობს რომ საინტერესო პროფესიით მუშაობს ქვეყნის გარეთ მით უმეტეს ყოველთვის შეუძლია გაუმეხმაუროს და ჩემიდანაც ყოველთვის მიიღებს კავშირს და თუ უნდა რომ მის საქმიანობის შესახებ იცოდეს საზოგადოება აუცილებლად დავეხმარები ხო და მაგას ვამბობ რომ თვითონ გამოდიან ეხმიანებიან და ერთ-ერთი კიდევ ვინ შეიძლება ასეთი გავიხსენოთ ვისაც უკვე მქონია შეხება ერთ დღესაც ტელეგრამზე მწერს რაღაც გაურკვეველი ნომერი რომ უკრაინაში თუ ჩამოხვალო იცოდეო რომ პატრონი გეყოლებო ჩემთან დარჩებო ის და მე ასე დავმეგობრდით და აღმოჩნდა რომ იქ ფრონტზე იბრძვის და იმასთან მქონდა ასეთი შეხება ბოლოს იმით დასრულდა რომ მაგალითად დღესაც მეგობრები ვართ ხშირი მიმოწერა გვაქვს და ლევს ამას ინტერვიუც ჩავწერეთ და ამის გამოცდილება რით იყო ის კიდე უნიკალური რომ ეს ანუ რეალური მებრძოლი არის და არა მაგალითად ისეთ რომ აი ზურგშიროზის და ვიდეოებს და სურათებს რო იყოს მარტო არა აი პირიქით საშინელი გამოცდილება ქონდა ფრონტიდან თვითონ ყვებოდა როგორ მოუწია ტალახში ყოფნა როგორ იყინებოდა და ასე შემდეგ ახლა საზღვაო ძალებში გადავიდა აი წეგან იმას ხაზი რო გაუსვათ რა ზოგი რას დაწერს კომენტარებში ხო იცი მოყვა თავის შეფასება საპორტო ქალაქზე მიიტანეს იერიში რუსებმა და ამან მოყვა რა მოხდა და მისი ვოისი გამოიყენეთ ჩემ ვიდეოში
და როგორც გითხარი უკვე საზღვაო ძალებში არის ახლა და ოდესასთან პატრულირებს. და ვიღაც აკომენტარებს რომ ამან რა იცისო, ოდესაში ომობსო, ანუ იქ ხო ფრონტი არ არის, ასე რომ ვთქვა და არის ასეთი დრონებით თავდასხმა. ხო, ნუ ასეთებიც ხდება რა. ხო და ესეთი ადამიანები მე არ ვიტყვი ძალიან ბევრია, მაგრამ ათეულობით არის, კი, ათეულობით არიან. ხო, ძალიან საინტერესო იქნება, რომ დიდან უნდა ველოდოთ. ამ შემთხვევაში უფრო იმაზე არის დამოკიდებული. მაგრამ ანუ ზოგადად ონლაინ ინტერვიუ უბრალოდ არ მინდა, მაგრამ დღესვე ჩავწერდით მაგას. ხო, პირისპირ ჯობია ყოველთვის. ხო, პირისპირ ჯობია. მოკლედ, ცხელი წელი იქნება, კიდევ უფრო მეტად უნდა ვადენოთ თვალი შენ არხს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი მაყურებელსო, დაბალანსებული ანალიზი, ინფორმაციები და მოკლედ თუ გინდათ გაიგოთ ხოლმე რა ხდება, შენიათ მომზადებული ვიდეოები აქვს და შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე, მით უმეტეს კიდევ თუ ასეთ ხალხსაც გაგვაცნობ, იმედია მშვიდობა იქნება, ყველაფერი კარგად არ ჩარგვის, ალბათ ყველაფერი, მაგრამ უმეტესი ნაწილი. და ბოლო შეკითხვა ტრადიციული, უფრო არაპოლიტიკური შეკითხვა, რაც მაქვს ხოლმე, რა არის შენი ცხოვრების აზრი? რთული კითხვა არის ის, ვითომ მარტივი ჩანს, მაგრამ ისი რა არის, ეგეც ალბათ ცვალებადი არის. იმიტომ რომ როცა ვფიქრობთ რომ აი ეს არის ახლა ჩემი ცხოვრების აზრი, უახლოესი 5 წელი, შეიძლება ხვალ რომ გავიღოთ ისეთი რაღაც მოხდეს, რომ მოგვიწევს მაგაზე უარისკმა. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ რწმენა და ბრძოლა არის ის, რაც ყოველთვის მუხტავს, ასე რომ ვთქვა და აი რაღაცის განსაკუთრებ რაღაცას რო აკეთებ და იქ სიამოვნებს, ჩემთვის ეს მოდის ბრძოლიდან, კონკურენციიდან და რაღაც რწმენისგან. ამ შემთხვევაში რწმენა მხოლოდ რელიგიური შეიძლება არ იყოს, ანუ შეიძლება რელიგიური ჩემთვის იყოს და კიდე სხვებისთვის, მაგრამ ვიღაცას რაღაც ბუნების ძალების ჯერა და იმის და აი ეს რწმენა თუ მით უმეტეს იღრმისეული არის და თუ ხედავ შენი გამოწვევების დაძლევაში ეს რწმენა როგორ გეხმარება, სულ სხვა ძალას გაძლევს. და ამ შემთხვევაში მე ვიტყოდი, რომ აი რწმენაში და ბრძოლაში. კი ბატონო. გეთანხმები. მადლობა, იყო ჩვენი სტუმარი. ხოთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დალაიქოთ, ანრის არხიცაც თუ გამოიწერთ, სასარგებლის მეტი არაფერი იქნება, საინტერესო ამბებს გაიგებთ და მადლობა რომ იყო ჩვენთან ერთად, დრო დაგვით. მადლობა შენ. წარმატებები. გაიხარე.